ბატონ მერაბ ჭიქაშვილს ბოდიშის მოხდით უნდა ვთხოვოთ ამდენი ვალოდინეთ რომ შემობრძანდეს დარბაზში. ეს არის დღეს გამოსაკითხი პირი, რომელიც ბოლო იქნება ჩვენს ხდომაზე და მომდევნო ხდომა ჩატარდება 4 შაბათს, სადაც ჩვენ 15 ივნისის თემას გავაგრძელებთ. იმ წევრებს, ვისაც საკომიტეტო მოსმენები აქვს და სხვა საშური საქმე აქვს, რა თქმა უნდა, შეეძლებათ რომ გამოკითხვის პარალელურად თავიანთ საქმესაც მიხედონ. მე ამას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ ხდომა უნდა წავიყვანო, ამიტომ დიახ, აუცილებლად. ვისაც გაქვთ საკომიტეტო მოსმენა, ჩემი თხოვნაა რომ არ გამოაკლდეთ და საკომიტეტო მუშაობას შეფერხება არ შევუქმნათ. ბატონო მერაბ, მოგესალმებით. მერაბ ჭიქაშვილი დაბრძანდით, ბოდიშს გიხდით რომ გალოდინით. თქვენ ალბათ გქონდათ შესაძლებლობა გესმინათ პარალელურად ბატონი დაჩის გამოკითხვისთვის. ჩემი თხოვნა იქნება რომ თქვენი გამოკითხვისას იგივე ფაქტებს გავიმეორებთ და ის ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რაც ჩვენთვის ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ბატონო მერაბ, გაფრთხილების ტექსტს მოაწერეთ ხელი თუ შეიძლება, მასში წერია რომ კომისიის წინაშე სრუახსნა განმარტების მომწოდება ან კითხვებზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება ისჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო მერაბ, თქვენ ბრძანდებოდით 2009 წელს 15 ივნისს პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ რას აკეთებდით, რატომ მიხვედით, რამდენი წლის იყავით, ვისთან ერთად იყავით და რა მოხდა ეს რომ გვიამბოთ. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით. მივესალმები თქვენ შემადგენლობას და დანარჩენ თქვენ კოლეგებს, რომლებიც თქვენთან ერთად ცდილობენ და რომ ქვეყანაში მართლაც სამართლიანობა იყოს. და მადლობას გიხდით. მადლობას გეტყვით, რომ 15 ივნისთან დაკავშირებითაც დაინტერესდით. მე უსმენდი ქალბატონო თეა, ბატონ ზურავსაც და სწორედ აქედან გამომდინარე უფრო მეტ სიმართლეს გეტყვით და კითხვები მოვინიშნე, რაც კომისიას რეალურად აინტერესებს მართლა, რადგან მიზანი არის და მე პირადად მოვედი და კანონს დავემორჩილე, გარდა იმისა, რომ კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ვიყავი ყოველთვის, ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ კომისიის შექმნის არსი, რაც არის სააკაშვილი, პირადად მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია, ასე ვთქვათ, არ იყოს როგორც პოლიტიკის აქტორი, რომელიმე აქტორი და შესაბამისად სააკაშვილმა თავიდან ბოლომდე პასუხი აქვს. მე პირადად ამის იმედი მაქვს და ისეთ რაღაცას ვიტყვი და თავს ვალდებულად ვთვლი საზოგადოების წინაშეც და პირველ რიგში თქვენ წინაშე რომ ისეთ ფაქტებზე გესაუბროთ, რაც უფრო მეტად სამართლებრივად დააჩქარებს ამ პროცესს. პირველი მინდა დავიწყო მithქვით, თქვენ ბატონ ზურაბს დაუსვით კითხვა, რამოდენიმეჯერ ჩაეკითხეთ, რამდენად იყო ეს სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი. მე გახლავართ და მაშინ გახდით მოძრაობა რატომის თავმჯდომარე. ჩემ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა რატომი იყო ასეთი მოძრაობა. გემახსოვრებათ მაშინ ჩვენ ყველანი ერთად პროტესტში ვიყავით, ცნობილი კითხვის ნიშანი და ჩვენ მე ჩემ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა, რომელიც სხვათა შორის ერთი მიზანი ჰქონდა, ჩვენ გაგვერთიანა პროტესტის ერთმა კითხვამ და ფორმამ, რატომ და რაც ხდებოდა ირგვლივ. მე თავს უფლებას ვაძლევ და უნდა აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა კონკრეტულად 15 ივნისზე და 15 ივნისის აქციაზე, მის ორგანიზებაზე იყო თავიდან ბოლომდე რატომის. და ბატონი ზურა ბაბაშიძეც, სწორედ აი თქვენ რამოდენიმეჯერ ჩაეკითხეთ, კითხვა დაუსვით, იმიტომ პასუხობდა და სწორად პასუხობდათ, რასაც ამბობდა და მაინც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, იმიტომ რომ მართლაც ჩვენ მე ქრონოლოგიას მივყვებით, რომ რატო იყო მშვიდობიანი აქცია და მე თქვენ სამდივნოს ქალბატონ ნონას გადავეცი, რაც უცებ მოვიძიე იმ პერიოდში 2015-ზე დაწერილი საერთაშორისო მათ შორის ხო სააკაშვილი დიდი ევროპელი იყო საერთაშორისო დასკვნები და მე მინდა აქვე გითხრათ 15 ივნისის საქმე ჩვენ მოგებული გვაქვს სტრასბურგში. საქმეს ქვია ქალბატონო თეა თქვენ ამას გაეცნობით უფრო მარტივად და მიხვდებით, საქმეს ქვია ბექაური and others. ბექაური არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას მკვდარი ორჯერ გაიყვანეს და შემოიყვანეს. ამაზე მე დეტალურად გეტყვით თუ ჩამეკითხებით.
და მე პასუხისგებლობ პირადად ყველა იქ მყოფი ადამიანისთვის, ყველა იმ მყოფი ახალგაზრდისთვის, ვინც იქ მონაწილეობას იღებდა, მე პირადად მაქვს პასუხისგებლობა და ციხის პირობები იმდენად მე მახსოვს ერთი დეტალი, აი ბატონი სოზარი იყო იქ შემოსული, ოდნავ გავასწრებ მოვლენებს და ბატონი სოზარი როცა დაბრუნდა და მე მიდა მას დიდი მადლობა უთხრა. მე როგორც მახსოვს, მაშინ შვედეთში უნდა გამგზავრებულიყო თუ იმყოფებოდა და რო გაიგო 15 ივნისის ამბავი, მაშინ აზრა დადიოდა, ისე დადიოდა. ნუ ეს ცემატყეპის ამბავზე არ აქვს საუბარი. იქ მართლა იყოს ადამიანები გარდაიცვალე რამ ცემის დროს. და ბატონი სოზარი დაბრუნდა, ვიცი, მე ესე გავიგე. 3 დღის მერე როცა გონს მოვედი და ბატონი სოზარი შემოვიდა და მე პირველად არ გავყევი ბატონი სოზარის თანამშრომლებს და ბატონი სოზარი გაიხსენებს ამას და მე არ ვენდობოდი რომ სახალხო-დამცველი იყო მოსული. მე პირადად ბატონი სოზარი უკვე პირადად რომ ნახე, ის პირადად მან მონახა და ბატონ სოზარმა სხვა შორის მე როგორ როცა ქონდა შეხვედრა ჩვენ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან, როცა პარტიას რომ პარტიას მაშინ აი ჩვენ დაგვეხმარა, სადაც ბატონი ზურად წარმოადგენდა, ბატონმა სოზარმა ასეთი რამ თქვა, რომ ყველანი მხნედ არიან მეტწილად, მაგრამ მერაბჭიქაშვილი ცოტათი ვერ არის კარგად და მე ამ ვერ არის კარგადს ეს იყო ის რომ ჩემი პასუხისგებლობა იყო რომ მე ვიცოდი რომ ერთი ადამიანი მკვდარია იქ. მაპატიეთ შეიძლება დღეს მეც ემოციური ვიყო, მაგრამ არასდროს არ მილაპარაკე ამაზე და საჭირო თუ რომ ამაზე ვისაუბროთ. ეს იყო მიზეზი თუ რატომ ვიყავი მე, გარდა იმისა რომ რაც ვიყავი, რატომ ვერ ვიყავი გონს, იმიტომ რომ მე მითხეს რომ იქ ბექაური გარდაიცვალა. ბექაური ცემის დროს მოკვდა. ჩვენ ესე ვიცოდით, ვიდრე მე ბატონმა სოზარმა და მისმა წარმომადგენელმა არ მახსოვს სახელები, არ თქვა რომ გადარჩა, ის იპოვეს და ეს ისტორია YouTube-ზეც არის მასალა, მე მივაწოდე თქვენ სამდინოს. მოკლედ, რატო იყოს მშვიდობიანი და სამართლიანი? ჩვენ რატომ მაშინ იცით და მოყვა ბატონმა ზურაბმა რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც კარვების აქცია იყო. გაერთიანებული ოპოზიცია მაშინ ატარებდა კარვების აქციას. სრულიად მშვიდობიანი იყო ეს კარვების აქცია. ჩვენ რამოდენიმე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, მათ შორის არასამთავრობო, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა, რატომი, რომელშიც შედიოდნენ ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრები, ვისაც თქვენს იცნობთ კიდევაც და სახეზე მე არ მინდა უბრალოდ დღეს ძალიან ბევრი სხვათა შორის ამ აქციაში მონაწილე საჯარო პირია, სახელმწიფო უწყებებს წარმოადგენენ, გამგებლები არიან, მაგალითად ბატონი დავით კირკიტაძე, რომელიც საკანში ვნახე, როცა შემაგდეს ერთ-ერთი ჩვენ ბევრჯერ შეგვიყვანეს საკანში და გამოგვიყვანეს, იმიტომ რომ ესე შეიძლება ითქვას პაკა ეს ნამერენად გვცემდნენ, ესეთი და ამ სიტყვებს ხმარობდნენ სხვათა შორის. ჩვენ კი გვცემდა როგორც რუსეთის აგენტებს, მაგრამ თვითონ უფრო მეტად ხმარობდნენ ამ სიტყვებს სხვათა შორის და ამ ეგრეთ წოდებულ თვითონ უფრო მეტად ემჩნეოდათ ასეთი ამ. დავით კირკიტაძე, დავით ფაცაცია და მოკლედ ისტორია რა იყო. ჩვენ 2009 წლის 12 ივნისს დილით გავაპროტესტეთ პარლამენტში აი ამ შენობაში შემოპარვა. დავით კირკიტაძე ხლა ბევრ შეიძლება არა ხო, დათო კირკიტაძე კი ბატონო. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი არა, დათო, რომელიც დღეს არის თაწმინდის გამგებელი. თაწმინდის გამგებელი, დიახ. და სხვა შორის რომელიც კი ბატონო იყო ჩვენთან ერთად. ანუ 12 ივნის დილით ჩვენ გავაპროტესტეთ შეპარვა შემოიძურწნენ ამ შენობაში მაშინდელი დეპუტატები. ოღონდ ჩვენ გავაპროტესტეთ და თქვენ ბატონ ზურაბს რომ ამდენებიჯე ჩაეკითხეთ. დიახ, მაშინ ქვემოთ იყო ეს დანარჩენი ოპოზიცია. ჩვენ ვცდილობდით რომ ახალგაზრდა ორგანიზაციები ვეხმარებოდით მათ ბევრ რაღაც ორგანიზებაში და მათ შორის ვეხმარებოდით რომ მშვიდობიანი პროტესტი ყოფილიყო. ჩვენ ავედით იქვე აი ამ ქუჩაზე, პირდაპირ პარლამენტიდან ამოვედით, გავაპროტესტეთ პარლამენტში შეპარვა. და სწორედ იქ მოხდა ფაქტი, სხვა შორის მე ამ ფაქტს სხვა შორის მაშინდელი ოპოზიციური ტელევიზია საკმაოდ ისე იყენებდა, ეხლა სამწუხაროდ არ იყენებს. მაშინ იყო ის რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძეს გამოსulis დროს მას შეექმნა პრობლემა რომ მშვიდობიანი ფორმით ჩვენ ხელებაწეული ეს კადრები არსებობს ხელებაწეული მივდიოდით და ვაპროტესტებდით მათ შეპარვას რაღაც კანონს იღებდნენ ჩუმად უნდათ მიიღოთ რაღაც კანონი და ჩვენ გავაპროტესტეთ იქ იყო რომ ამოდენიმე ახალგაზრდა ვიყავით იქ არ იყო ბევრი იქ იყო სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდულები და იყო მოძრაობა რატომის წევრებიც ჩვენს და მათ შორის სწორედ ამ აქციაზე აი ამ აქციის მერე გაპროტესტების მერე როდესაც სადა რაშიც იღებდა მონაწილეობას ჩვენი ორგანიზაციის წევრი ბატონი დავით ფაცაცია და ბატონი ბენო გეგეჭკო
გეჭკორი, მე როგორც ვიცი, ბენო დღესაც წარმოადგენს ბენედიქტე საჯარო სამსახურშია, არ მინდა შევცდე, მაგრამ ქართული ოცნების პარტიულ სამსახურშია თუ რაღაც, ჩვენ მაშინ მეგობრები ვიყავით ყველა ერთად და ეს რო დაიშვა, ხელის შეშლა დავაპირეთ ჩვენ. რო დავაპირეთ ხელის შეშლა, ის კი არა რომ რასაც მე ქალბატონის გულაძე საუბრობდა ბრიფინგზე, არამედ ჩვენ გაგვისწორდნენ პირიქით. ეს ცნობილი კადრებია, თქვენ გახსოვთ, პარლამენტის თავმჯდომარის მანქანას ფეხს არ ტყავს, მისი დაცვის წევრი ერთ-ერთი თუ არ ვიცი, ზონდერი თუ ვინ არის და პირდაპირ ტყუპი ფეხით ეტაკება ახალგაზრდას. ისინი პირიქით ჩვენ დაგვესხნენ თავს, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიეთ გამოსვლის შემთხვევაში, არაფერი სხვა. ხელის შეშლა რაში დააპირეთ? ხელის შეშლა დავაპირეთ იმაში, რომ კანონი რომ ჩვენ მაშინ ქონა კანონის მიღებისთვის რაღაცა იპარებოდნენ, რატო იპარებით დილით, ხო? 7 საათი თუ 8 საათი იყო ქალბატონო თემი არ მინდა ზუსტად ამერიოს, იმიტომ რომ ჩვენებმა უკვე რამოდენიმე პირმა მათ შორის დათომ და ახალგაზრდებმა მოასწრეს უკვე ამოსვლა და მე მაშინ რო იყო რაღაცა დაახლოებით 9 საათი იყო თუ რაღაც მე შემოვერდი და უკვე ამ აი როგორც იქ შეხლა შემოხლა იყო, მაგრამ ხელი შეუშალეთ, იმიტომ რომ ვაპროტესტებდით. ჩვენი ფორმა მაშინ ყოველთვის იყო მშვიდობიანი. ამას და სწორედ აი ამის მერე რომ მასეც არ გამოუვიდათ და იქ მოხდა უკვე შეხლა შემოხლა და ფიზიკურად უკვე იქ დაგვარბიეს ფაქტიურად, ნუ გაწმინდეს მათ ეს ტერიტორია, ჩვენ მერე ჩამოვიდით ბუნებრივია, ამოვიდნენ მაშინ ის პოლიტიკოსები, რომლებიც აი ახსენა კიდევაც ბატონმა ზურამ და კიდე რამოდენიმე და მათაც მიიღეს მონაწილეობა იმაში, რომ რამე არ მომხდარიყო და ჩვენ აქეთ პირიქით განგვარიდეს, რომ რაღაც პროტესტი არ ქონოდა. მოკლედ, არ მისული უკვე დაახლოებით შუა დღეს ვგებულობთ, რომ დავით ფაცაციას და ბენო გეგეჭკორს მცხეთაში აკავებენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ანუ მცხეთაში ხდება ამ ადამიანების დაკავება, კიდე რამოდენიმე ჩვენი მეგობარია, მცხეთაში აკავებენ, ეხლა ადამიანები, როგორ ფიქრობთ, თქვენ ეხლა ჩვენ მოვაწყობდით თავდასხმას დეპუტატებზე და მე დათო ან რომელიმე წევრი, ჩვენი წევრი წავიდოდა და თუნდაც ან სტუმარი წაეყვანა, თქვათ, ან რაღაც აღმოჩენილიყო რესტორანში საჭმელად. ზუსტად რესტორანში სადილის დროს, ხდება მათი დაკავება და ჩვენ ვგებულობთ, რომ ისინი დააკავეს და მათ მაშინ ბრალის წარდგენა ან ადვოკატების შესვლა ამაში იყო გამორიცხული და მაშინ ვგებულობთ, რომ ესენი დააკავეს სწორედ გაღიზიანდნენ იმის გამო, რომ 12 ივნისს ჩვენ მათ არ მივეცეთ საშუალება, რომ თქვათ, ან შესულიყვნენ, ან გამოსულიყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარის ინციდენტი იყო, როცა ის მანქანას და ფიზიკურად გაგვისწორდნენ მისი დაცვის წევრები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დაცვის სამსახური იმისაა, რომ კარგად გვესმის, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ხო? როცა კონკრეტულად იცავ ადამიანს, მას არ უნდა მიეკარონ ფიზიკურად, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ქუჩის მეორე მხარეს, როცა პარლამენტის ქუჩა ძალიან ვიწროა, ხო ეს გვერდით ამოსასვლელი. განა რამდენი უნდა, სად უნდა მდგარიყავით, ან რა უნდა გვექნა, რომ თუნდაც მანქანას ქონოდა წინახობა, რომ 30-მდე ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი სასიკვდილოდ ეცემათ უკვე მაქვე. იმიტომ აქ იყო პირდაპირ იყო ცემა და მაშინ ზუსტად მაგ დროს უკვე საღამოს ვხვდებით, რომ მე მივდივარ სახლში და მაშინ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეს პროტესტი მაშინ უნდა დავბრუნებულიყოთ უკან, იმიტომ რომ კარვების აქცია ჩვენ ასე ვთქვათ, გვერდზე ვედექი და ვეხმარებოდით, უნდა დავბრუნებულიყავით საღამოს უცებ, რაღაც გამოგვეცვალა, რაღაც ან გვესადილა რაღაცა, რომ ყოფილიყავით ამ გაერთიანებული ოპოზიციის ამ მშვიდობიან აქციაზე. სხვათა შორის რამოდენიმე თვე იყო კარვები რუსთაველზე და არავის ამ დაგვანი არაფერ ახსოვს. ვხედავთ საღამოს ქალბატონის ზღულაძე აქვს ბრიფინგი და ვიდრე ქალბატონის ზღულაძეს ბრიფინგი ექნება, უკვე სანამ ჩემთან სახლში მივიდოდი, სანამ მაშინ ქირი ცხოვრობდი ორთაჭალის ქუჩაზე, სანამ ჩემ სახლთან მივედი, საეჭვოდ მომეჩვენა ორი მანქანა იდგა და ორი ადამიანი, მაშინ ვცნობდი ჩვენ მათ, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხანია ამ პროტესტში ვიყავით 2006 წლიდან და მათ ვცნობდით სახეზე, ანუ მაპატიე და სოდელი იყო, კუდელი იყო, ზონდერი იყო, მოჭიდავე იყო, ყურიესე ქონდა თუ მაშინ ხო რაღაცა ისინი მათთვის მანქანა ვცნობდით ამათ და გარდა ამისა ისინიც დიდი ბოდიშით, მაგრამ ესე იწვებოდნენ, ასე ვთქვათ, რომ კი მოვედი, ჩემ სახლთან არ ჩავედი, გავაგრძელე გზა, სადაც იყო მიცვალებული, ჩემი მეგობრის მამა იყო გარდაცვლილი. გავაგრძელე გზა და ამავე ადამიანმა რაღაცა მკითხა, ვითომ რაღაც ქუჩა აინტერესებდა. და მაშინ ისე იყო, რომ მე მარტო არ ვიყავ ჩემ მეგობართან ერთად, რომელზეც აქციიდან მოვბრუნდით და მეც მივხვდი და იქ ბოლოს ამ ქუჩას გასასვლელი არ აქვს. და წავედი და შევედი, პირდაპირ გეტყვით, თავი შევაფარე, მიცვალებულთან შევედით აი ამ ოჯახში, ჩემი მეგობრების ოჯახში, რომლებიც ერთ-ერთ ჩემთან ერთად იყო ამ აქციაზე.
და მივხვდი რომ ამათმა ვერ მოისვენეს, ანუ მათ გაბრაზდნენ რომ ხელიდან დაუსხლტით, შევედით ამ სახლში და ნენელა უკვე იწყება გებულობ ტელეფონებზე რომ იქ ზუსტად იგივეა თქვა იგივე აი დაჭიყვებოდა დაჭისახთან ზუსტად იგივეა თქვა დანარჩენების სახთან და უკვე ხვდებით რომ ეს არ გაგზავნება და მრავლდება პოლიციის ორგანოები ჩემს სახთან ანუ იქ სადაც ჩემი მეგობარი და სადაც მიცვალებულია ნარდასრულია ადამიანი მამა და უკვე აღარც მალავენ ღიად მაშინდელი არ მახსოვს ჭაჭია იყო თუ არ ვცდები ესეთ პოლიციის თანამშრომელი მთელი ძველი თბილისის განყოფილება მთელი ეს ქალაქის სამმართველოს განყოფილება მოდის რომ მე ფიზიკურად გამიყვანონ მე გამიყვანონ მაშინ სხვათა შორის რამ გვიშველა კიდე ერთი რა იყო რომ ჩვენ მეგობრობდით ბუნებრივია ჩვენ ორგანიზაცია მეგობრობდა სწორედ იმ პარტიასთან ეს იყო გაერთიანებული ახალი მემარჯვენეები ბატონი ირაკლი ალსანია ბატონი ზურაბ ბაბაშიძე რესპუბლიკელები დიახ და ჩვენ მეგობრობდით ამ პარტიასთან და მათ შორის მე მეგობრობდი დიდი ხანი ვიყავი ახალგაზრდულის გენერალური მდივანი სადაც მე და რეზიკო სოხაძე მე ვიყავი რეზიკოს მოადგილე როცა რეზი იყო აი ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში როცა იყო მემარჯვენეებში და ჩვენ და ზუსტად მაგ პერიოდში კავკასიაზე თუ არ ვცდები გამოდიოდნენ პოლიტიკოსები ლევან გაჩიჩილაძე და დათო გამყრალიძე და ჩვენ რომ მივაწვდინეთ ხმა რომ სისტემატიური დაკავებები იწყება ახალგაზრდების ტელევიზორში თქვა ლევანმა თუ არ ვცდებიან და დათომ არ მახსოვს ზუსტად მე მგონი უფრო ლევანმა აი ეხლაო მერაბის სახთან არის მთელი ამბავიო ბატონ დათო აკუბარდიასთან იყო როგორც მახსოვს იყვნენ სტუმრად აი ეხაო ნახეთ რა ხდებაო მერაბ ჭიქაშვილთან სახში არიანო მთელი სპეცნაზნებით მისულ და მართლა უკვე ბევრნი იყვნენ არ ვიცი ამან იმოქმედა თუ რა მოხდა იმიტომ რომ მაინც რაღაც დაფიქრდნენ და ღამე უკვე 12-ის ნახევარი იყო დაახლოებით იმიტომ რომ ღამე იყო ეს გადაცემა სადაც 10 საათზე დაიწყო მართლა ნენელა მივხვდით რომ გავიდნენ და ოფისი ახალი მემარჯვენეების აი ალიანსის და ჩემი სახლი არის გვერდითურ პარალელურ ქუჩები და მე კარგად ვიცი ის უბანი და ერთადერთი რაც შევძელი დაუკავშირდით უკვე ჩვენებს და ჩვენ მათ თავშესაფარით და მე გადავედი ოფისში და ჩვენ თავშესაფარი ანუ მოძრაობა რატომის ყველა წევრს ვისაც მაშინ ეძებდნენ თავშესაფარი მოგცეს გადავედით და სწორედ აქ იწყება ორგანიზება მშვიდობიანი პროტესტის თუ რატომ იყო ეს აქცია მშვიდობიანი ქალბატონთია პასუხისმგებელი ვარ მე არა მხოლოდ გარდა იმიტომ რომ თქვა იმ მომენტში რატომ იყო ერთ-ერთი თავარი ორგანიზატორი სხვა იმ ადამიანებთან ერთად ვიც ჩვენ ქუჩაში ვაპროტესტებთ სხვა არამედ პასუხისმგებელი ვარ იმიტომაც რომ ჩემს კისერზეც არის და ჩემს სინდისზეც არის და მე მორალურად მაწუხებს მე მაწუხებს ის რომ რაც იქ ადამიანებს მოვიდეთ რაც იქ ახალგაზრდებს მოვიდა ჩემი პასუხისმგებლობაც არის სწორედ ამიტომ აქვს იმის იმედი და სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ყველაფერი წერია ქალბატონოთია მე აქ ვერც ვერაფერს ვერ მოვიგონებ არც ვიკადრებ და ვერც მოვიგონებ მოგონება კი არა არც მინდა ის ყველაფერი მოვყვე დეტალები თუ რა გადავიტანეთ მე ციხეში სწორედ საღამოს როცა ჩვენ გადავედით და მადლობა მინდა აქედანვე დაუდასტურო ამ ადამიანებს აგი ბატონი სოზარიც აქ არის და თქვენც მე უკვე შემდეგ ბატონი ირაკლი ალასანიას და მის გუნდს და ყველას მთელ ამ გუნდს სწორედ მან საღამოს გავიგეთ რომ ქალბატონი ზღულაძე გამოდის და ანუ ბრიფინგს აწყობს თუ რა მოხდა რატომ მოხდა დაკავება დავით ფაცაციასი ბენო გეგეჭკორს და ასე შემდეგ ბრიფინგში რას ვისმენთ ეს კადრებიც არის ჩვენ გვაქვს დოკუმენტური გაკეთებული არ ვიცი თუ არ მოხდა მისი წაშლა ჩვენ დოკუმენტური მაშინ როცა ჩვენ ციხეში ვიყავით დაამზადა სწორედ აი ამ გუნდმა და გებულობთ რას რომ თურმე ეს დაკავება მოხდა იმიტომ რომ დეპუტატებს არ მიცეს საშუალება ფიზიკურად შეეწინააღმდეგენ და მათ შორის იქ იძებდნენ აღმოჩენილი იქნენ პიროვნებები მერაბ ჭიქაშვილი დაჩი ცაგური რომლებიც მანამდე იძებნებიან თურმე მე და ჩემი სხვა ვიძებნებით ძალადობის გამო და სწორედ ამიტომ იქ მე ვერ მოხდა ჩვენი დაკავება და გამოგვაცხადა ქალბატონმა ზღულაძე მაშინ მინისტრის მოადგილე იყო ძებნილებად ეს ხდება 13 ივნის 12 ივნის საღამოს უკვე ღამე და 13 ივნის ჩვენ დილიდან იმ ორგანიზაციაშივე ვიწყებთ მოფიქრებას რომ მოდი ესეთ რაღაცა ხდება ყველას ვინც დაჭერილია ყველა დანარჩენებს სახლებში გვადგებიან მე დაუკავშირდი ყველას იმ ოფისშივე ვინც შეძლო მოსვლა მაშინ მოვიდნენ ჩვენი მეგობრები სხვადასხვა ორგანიზაციიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან ახალგაზრდა ორგანიზაციებიდან და ჩვენ თქვით ესეთი რაღაც მოდით შევიმუშავეთ ტექსტი ქალბატონოთია. როგორ ფიქრობთ ახლა ორგანიზება ძალადობის ორგანიზება ძალიან მარტივია ხო? მიხვალ და იქ ვიძალეთ, მაგრამ წინასწარ 3 დღით ადრე ჩვენ 13 ივნის დილით დავიწყეთ ტექსტი შევიმუშავეთ და ტექსტი რა იყო და ვიდეოშიც ეს არის. ტექსტი შევიმუშავეთ რომ თუ ჩვენ ძებნილები ვართ, თუ ჩვენ გვეძებთ
და ჩვენ არ გვინდა ისე გვეძებდეთ, როგორც მიდიხარ ჩვენ სახლებში, აწიოქებთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, შემთხვევით იქ დარჩა დახვდა სხვა ადამიანი, რომელიც ერთი ძმა მეორე ძმას გავდა და ისცემეს, მე მიხვდნენ რომ არ არის ეს საჭირო, თურმე სხვა ყოფილა გადმოაგდეს მანქანიდან, ჩვენ თქვით რომ ყველა ერთად შევიმუშავეთ ტექსტი და ვთქვით, რომ მოდი წავიდეთ ქალაქის სამმართველოსთან 15 ივნის და რატო 15 ივნის ამას გეტყვით 15 ივნის წავიდეთ ქალაქის სამმართველოსთან წავიკითხოთ ეს ტექსტი სრულად შვიდობიანად დავდგეთ საპირისპირო მხარე სადაც არის ეს პატარა ქუჩა ხიდა რომ გადმოდივართ წავიკითხოთ ეს მანიფესტი და ჩავბარდეთ ტექსტში წერია ასე ტექსტი იყო დიახ ნუ ნერვიულობთ ბატონო მე რა გახსენება ძნელია მაპატიე დიახ ემოციურად მიწევს მაგრამ ბოდიშ ვიხდი წინასა თქვენთანაც საზოგადოებას ანუ ძალიან ბევრი რამ უკვე გადაიტანეთ დიახ შეცადეთ რომ მოუფრთხილდეთ ნერვებს დიახ და ჩვენ თქვით და ტექსტის ფორმა იყო ეს იქვე დავგეგმეთ ყველა ეთანხმებოდა ამას იმიტომ რომ მაშინ მოვიდნენ ჩვენი გარდა იმისა რომ ჩვენი წევრები ორგანიზაციის წევრები ამას შევათანხმეთ სხვებთანაც იქვე ვთხოვეთ თუ ვინმე იყო პრესა მაშინდელი ჩვენიანი და პრესასთან დაკავშირებით ეს ცალკე თემა ამაზე არც ერთმა ვერ მოასწრო თქობა თქმა და ეს აუცილებლად უნდა ითქვას რა მოხდა რატო არის მხოლოდ ის კადრები და რატო არ არის პრესა და არ ვიცი მე დავასახელებ ერთ-ერთ ადამიანს რომელსაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ და არ ვიცი რამდენად მე მას ეკრემა სურვილი რომ თქვენის გოგონას გაესაუბროთ ტრაგედია იყო რასაც ჩვენ უყურებდით მაგრამ ჩვენ შევიდგენთ და მაშინვე ვთქვით რომ თუ არ ვცდები ბატონი გია იაკობაშვილი აი პრესაჯი იყო მაშინ აი ირაკლი კორძაია იყო ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი და მას უფრო ჰქონდა კონტაქტები პრესასთან და არ ვიცი ყველას ვეუბნებოდით და ვიცი მოდი დავიბაროთ ეს ხალხი და მათ შორის გავაკეთეთ ასევე მიმართვა პრესასთან და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონთია ჩვენ მოვიწვევთ ბრიფინგი მე პირადად წავიკითხე ტექსტი, მოვიწვევთ ბრიფინგი იმ ოფისში და პარტია დაგვეხმარა, მაშინდელი გაერთიანებული ეს ოპოზიცია დაგვეხმარა, დაიბარა ყველა პრესა, იქ მოვიდა მაშინდელი პირველი არხი, მაშინდელი რუსთავი 2, მაშინდელი ეს რაც იყო მათი ტელევიზიები და სწორედ იქ ბრიფინგზე ჩვენ ყველა ისინი ჩვენ გამოვჩდით იმ ბრიფინგზე, ეს ხდება 13-ში საღამოს, თუ არ ვცდები, ან 14-ში დილით ჩვენ დავდექით სტენთან, გამოვედით მე პირადად, დავდექით ჩვენი რამოდენიმე წევრია ორგანიზაციის ლიდერები, დავიყენეთ უკან პარტიის ეს წევრები. ბატონი დავით გამყრელიძე, ბატონი ზურა ბაბაშიძე, მე მგონი ბატონი დავით უსუფაშვილი, იქ ვინც იყვნენ, მუშაობდნენ და ჩვენ თქვით რომ ჩვენ ვაპირებთ მოსვლას, ჩაბარებას მშვიდობიანი ფორმებით. ამას წინ უძღოდა ბრიფინგი ხალბატონოთია. კითხვა რომელსაც თქვენ ხშირად სვავდით ჩემ წინამორბედელთან და სწორია რატომაც სვავთ რომ მაქსიმალურად ცდილობთ რომ დარწმუნდეთ რომ ჩვენ და მე პირადად ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ხო რო არ გატყუებთ ეს ყველაფერი იყო ეს კადრებად არის დაფიქსირებული. ანუ კრეატიულ ხედვებს რატომაც მას არ მოწონდა რატომი პირადად მიხეილ სააკაშვილი. ეს კიდე სხვა ფაქტორია, იმიტომ რომ რატომი იყო ის ორგანიზაცია რომელმაც თქვენ გახსოვთ საერთოდ სააკაშვილი ვერ იტანდა დაცინვას. მაგრამ დაცინვა ჩვენ ამ შემთხვევაში ქონდა რა ფორმით ჩვენ ქონდა რამოდენიმე აქცია სხვა შორის რომელზეც მე გავიგე მე რომ რის გამოც ის კონკრეტულად ესე პირადად მას უნდოდა შემდეგ აი რომელსაც მოვყვები სატელეფონო პირველთან რო დაკავშირება მოხდა ჩემი ნაცემი გადაღებულის გადაგზავნა მე ვგებულობ ამას ჩვენ მანამდე მოვაწყეთ რატომი აღწყობდა რამოდენიმე აქციას რატომაც იყო ბექაური ესე მწარეთ ნაცემი და რატო იყო მე გეტყვით რატო იყოს ჩვენ მოვაწყეთ ისეთ გახსოვთ მაშინ ბუშს ამერიკის პრეზიდენტს ესროლს ფეხსაცმელი ეს ახალი მომხდარი იყო და ჩვენ რუსთაველზე მოვაწყეთ პერფორმანსს სადაც გადაღებულები მშვიდობიანი პერფორმანსი გამოვიტანეთ სააკაშვილის ფიტული ეს არსებობს ეს ფოტო და ვიდეო კადრები და დავაყენეთ რა ფიტული სხვათა შორის და ფიტულს ყველა გამოლეს ვისაც ბრაზი ქონდა სააკაშვილზე ესროდნენ ფეხსაცმელებს ეს იყო ძალიან წარმატებული აქცია იმ გაგებით რომ იქ გადაკეტილი რუსთავაზე მაშინ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ეს იყო პერფორმანსი მართლა ვფიქრობთ რომ კრეატიული რაც გამოხატავდა დიქტატორის მიმართ ჩვენ დამოკიდებულებას ბექაური და მათ მოვაწყეთ ასევე კონცერტი ბექაური ადამიანი გიორგი რომელიც ფანდურზე უკრავს მისი შემდეგ ზედმეტსახელია ფანდურა რომელიც დღესაც ყველა ასე იცნობს ფანდურით გამოვიდა და დაუკრა ამ კონცერტზე სხვა თავის მეგობრებთან ერთად მე ჩემთვის ბექაურის ესეთი გამეტებით სიკვდილზე მიყვანა და რამ მდგომარეობაში დღეს ბექაურია სხვას ვერაფერს ვერ უხსნ მაგრამ კი ბატონო ეს შემდეგი ეპიზოდი მოკლედ ბრიფინგი ჩავატარეთ ხალბატონო თეა
განცხადის გავაკეთეთ, რომ ამიტომ მოვდივართ და 15 ივნისს დავიძარით ქალაქის სამმართველოსთან. აქ იყო გაჟღერებული თქვენ დასვით კითხვა, რამდენი იყავით, როგორი იყავით, აი დაახლოებით ესე ციფრი 50 ძალიან ცოტა. 150-მდე, 100-ზე, აი 100 უეჭველი ვიყავით. და რატომ იყო ეს აქცია, რატო იქნებოდა? სურო 70 ყოფილიყავით ჩვენ მონაწილეები. მაშინ ბევრი ვერ გამოხატავდა პროტესტს რიგი მიზეზების გამო. მაშინ ვინც ბედავდით და ვისაც გამოცდილება ჰქონდა, ხო? მე პირადად 11 ჯერ ვიყავი დაკავებული, მანამდე უკვე დაახლოებით 8 ჯერ ვიყავი დაკავებული და უკვე სრული დაკავება 11 მქონდა, გარდა 15 ივნისისა მე დამაკავეს ასევე, რომელიც სტრასბურგშია. მოვიგეთ ეს საქმე, მე და ბატონი გია ბურჯანაძე და გიორგი ხარაბაძე პატიმრების ხარდასაჭერ აქციაზე დაგვაკავეს და იქაც მე გამიშვეს მაშინ ციხეში. და ანუ ის იყო უკვე მე-11 ჩემი დაკავებად. მაგრამ ჩვენ გამოცდილება ვისაც ქონა ეს ხალხი მოვდიოდით. რატო იქნებოდა იცით? რატო იყო იცით ეს სანახაობრივად ის? ვიდეო კადრებში ჩანს ზურა ქადაგიძე როგორ კითხულობს ტექსტს. ჩვენ ვდგავართ ზუსტად ბორდიურზე და მანამდე ვინმე რო თქვას და აქ იყო ნათქვამი რომ მანქანებს მოძრაობა შეო. როგორ შეუწყო? მანქანები დადიან. კადრებში ჩანს რამოდენიმე მანქანა გადის. იქ რომ მანქანას შეფერხება ყოფილიყო მათ სპეციალურად დაგვიტოვეს ეგრეთ წოდებული შლაგბაუმის კარები ღია. და რატო? რა მეთოდი იყო ეს? ჩვენ მაშინვე მივხვდით რაშიც იყო საქმე. ჩვენ ვიცოდით რომ მათ უნდა ჩვენი შეტყუება, ესე იგი ჩვენ ერთია რომ მივედით დათოფაცაციას და სხვა დაკავებულების გასათავისუფლებლად, ეს სწორად მინდა გავიგოთ ყველამ. რაც რა თქმა უნდა ეს შედიოდა, მაგრამ ჩვენ მივედით რომ ჩვენს დაგვაკავეთ და ნუაკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. ჩვენი დედები, შვილები, ძმები და მეგობრები არაფერს შუაში არიან. შლაგბაუმის კარები ღია იყო და ყველა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიდან დაწყებული, თავიანთ შემსრულებლით დამთავრებული, ყველანი შიგნით იყვნენ. გომღიმარი სახეებით გვიყურებდნენ და ელოდებოდნენ რომ ჩვენ ან ეგონათ რომ ჩვენ ფეხს გადავდგავდით. იქ კი არა შლაგბაუმამდეც არ მივედით, წინა მხარეს დავდექით, ეგრეთ წოდებული ხეივანი რომ არის და დავიწყებთ ზურა ქადაგიძემ დაიწყო კითხვა. წავიკითხეთ, რატომ მოვედით და გვარების დასახელებაზე რომ მიდგა საუბარი და რომ მიხსნენ რომ ჩვენ არ მოვდიოდით და ბოლოში რა იყო რომ ჩვენ ამ გვარებს ჩავიკითხავდით და დავდგებოდით ის მთავარი მონაწილეები. ვიზეც ღულაზე მთქვა რომ მეძებთ, მე თქვათ დაჩისაგურია, მიშა მესხი, რამოდენიმე დაასახელა, ბევრი არ დაუსახელებია იქ. და ველოდებოდით რომ ეს მოხდებოდა. აი, უბრალოდ რატო გავაკეთე ეს წინაპირობა? პასუხისგებელი ვარ, ქალბატონოთია. და სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სწორედ მაგ მუხლებით არის. ნახსენები და თქვენ ძალიან კარგად იცით. ნებისმიერ ენაზე წაიკითხავ და მიხვდები წითელი ხაზი. ჩემ შემთხვევაში ან სხვა პატიმრ რა მუხლებით ავართ გამართლებული იქ? რა მუხლებია გამართლებული იქ? რამ სწორედ ეს იყო რომ ყველაზე თავისუფალი იყო ის აქცია, შეიძლება ითქვას რაც ჩვენ მოგვიწყე მართლა. გაბრაზებულები როგორ არ ვიყავით, ყოველთვის ვიყავით გაბრაზებულები, მაგრამ ის რომ ეს აქცია მშვიდობიანი იყო, სწორედ ეს განაპირობებს, როგორ ბრიფინგი მანამდე პარტიაში ყოფნა და იქ სწორედაც ჩვენ ვთხოვეთ, დიახ, ბატონ ზურა ბაბაშიძეს გაუჭირდა ეთქვა, იმიტომ რომ მას არ ახსოვს, მე ვეთქვი, დიახ, ჩვენ ვთხოვეთ. და ისინი სწორედ იმიტომ მოვიდნენ, რომ მოდი რა, მართლა არაფერი არ მოხდეს და თქვენ მართალი ბრძანდებით. ის პარტია და ის ლიდერები სხვა შორის, მათ შორის ბატონი ირაკლი ესანიას, დავით გამყრელიძეს და ზურა ბაბაშიძეს და თქვენს არ წარმოადგენთ იმ ადამიანებს და ყოველთვის ქონდა ჩვენ რომ რადიკალიზმი და რაღაცა ეს უხეში ის არ ყო. სულ იყო და მეც მქონდა ერთ-ერთი აქციაზე მქონდა ჩვენ იდეა, რატომ სხვათა შორის ცოტათი იყო, შეიძლება ითქვას, არაფერი არ იყო იქ, მშვიდობიანი იყო, მაგრამ ცოტა გამოხატვის ფორმა იყო, ისეთი მწარე, მათ გითხეს რომ მოდი ეს არ ქნათ. და არასოდეს არ მეფიქრია მე და არც არავის ჩემ მეგობარს და მე მიყობს რომ რაღაცა ისეთ გავკეთებინა. ამიტომ არ იქნებოდა. იმიტომ რომ იმიტომაც მოვიდა იქ დავით გამყრელიძე და ზურა ბაბაშიძე და იმიტომაც იყვნენ იქ და ქალბატონი სალომე ზურაბაშვილიც იყო. მართლა არ მახსოვს იმ პერიოდში, იმიტომ რომ ის მომენტი რომ ესენი მათი მთავარი მიზანი იყო ჩვენ მათ პასუხისმგებლობა ეცათ რა ქონდათ მათ ოფისში გავაკეთეთ ჩვენ ბრიფინგი. როგორ ფიქრობთ მაშინ რას იზავდა რამეს რა მოერიდებოდა სააგაშოს როგორც პარტიულ ლიდერზე მოსულიყო და გამოეყვანა და თქვა აი ვისახალისებ შენ. მაგრამ კარვების აქციის დაშლის მთავარი ყველაზე მეტ საბაბად ეს გამოიყენეს მათ. მართლა იყო ეს, იმიტომ რომ სწორედ 15 ივნისის მერე სხვა შორის სამწუხაროდ რამოდენიმე დღეში კარვები დაიშალა და ოპოზიცია, ნუ რაღაც არ ვიცი მაშინ როგორ ამოხდა, მაგრამ დიახ, რუსთაველი თქვათ აღარ იყო უკვე ის ვაქცინი. ეს იყო მათი ყველაზე მთავარი მიზეზი. რატომ 15 ივნისი გეტყვითო და არ გითქვამთ?
ბატონო, დიახ. რატომ 15? ესე იგი, ჩვენ როცა ვფიქრობდით, რომ ჩვენ ხო შეგვეძლო მაგალითად მეორე დღესვე, იმიტომ რომ ორგანიზებას ეხა, მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რამდენად გახდებოდა სხვა საზოგადოებისთვის ეს, ჩვენ გვინდოდა რომ მიგვესტინო, ჩვენ ამას ვაპირებთ. ეხა ჩვენ რომ მარტო ეს გადაგვეწყვიტა 12 ივნისვე, სადაც უკვე დაკავებულები იყვნენ ჩვენი მეგობრები და მისულიყავით ღამე, დარწმუნებული ვარ, ზღულაძის განცხადება რო არ ყოფილიყო, ზღულაძის განცხადება რო არ ყოფილიყო ძებრასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩვენ რაღაცა გვეჩქარა და ესეთ გაწყვეტო მიგვიღუნა. ზღულაძის განცხადება დაგვაფიქრა და შევადგინეთ ტექსტი. და სხვათა შორის კიდე ერთი რატომ მინდა ვთქვა, რომ რატო იყო მშვიდობიანი და რატო იყო მიზანი მშვიდობიანი კამპანია. ბატონი ვახტანგ მენაბდე მაშინ იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი. იცით რომ სწორედ 15 ივნისს ბატონი ვახტანგი მაშინ იყო რაღაცა შეიქმნა ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატმა შექმნა სამორიგეო თუ რაღაც კონტროლის ზედმეტი და ბატონი ვახტანგი მენაბდე მოსული იყო იქ სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ჩავაყენეთ საქმის ყურში ფორმა ეცვა ეგ ეწოდებული ჟილეტი სახალხო დამცველის და სამკლაური ეკეთა და ჩემთან ერთად აღმოჩნდა საკანში მე როცა ერთად საკანში შემაგდეს ბატონი ვახტანგი იქ იყო ბატონი ვახტანგი მერე გაიგეს რომ იქ ყველა საკავებდნენ იქ და მე ბატონი ვახტანგი მენაბდე გაუშვეს. ანუ როგორ ფიქრობ ჩვენ სახალხო დამცველი გავაფრთხილეთ, პრესა, ანუ აპარატი გავაფრთხილეთ, პრესა გავაფრთხილეთ, ჩვენ თვითონ გამოვიდით ხალბატონოთია და ვთქვით და ყველაზე მეტი რატომ იყო იქ დაჩისაგურიას დედა? მშობლებთან ერთად მოვიდნენ იქ 16 წლის გოგონები იყვნენ იქ რომლებიც ცემეს. და მე პასუხისგებლობა მაქვს მათზე. იმიტომ რომ კი საერთო მიზანი, მაგრამ ჩემ ორგანიზაცია რატომ ის ინიცირება იყო ეს ყველაზე მეტად. ცემდნენ იქ დედებს და მათ შორის პარტიის ფოტოგრაფი ხალბატონ ნესტანს, რომელსაც ჩემ თვალწინ ხელი გაუტეხეს, ფოტოებს იღებდა. რატო გადავიღებდით ფოტოებს? რატომ? იმიტომ გვინდოდა ეს დაგვეფიქსირებინა. რაც იქ იყო. და ამიტომ 100 კაცი ახალგაზრდა თუ იქნებოდა, დაახლოებით 30-20 მშობელი ახდა თან. მე მახსოვს მაისურებით გამოდიოდნენ მშობლები მე ჩვენ გვიყვებოდნენ ადვოკატები და აქვე მინდა წინასწარ მადლობა უთხრა ჩვენ ადვოკატებს რომლებსაც მე არ ვიცი როგორ გადარჩებოდით ციხეში მაშინ საიას ადვოკატები გვიცავდნენ ჩვენ ქალბატონ ეკა ფოფხაძეს მე არ ვიცი დღეს ეს ადამიანი სადაა ვიცი რომ შეიძლება არა საქართველოს მაგრამ არ შემიძლია მე სიმართლე უნდა ვთქვა ქალბატონ ეკა ფოფხაძეს ყოველდღე რო შემოდიოდა კივილი გვესმოდა ქალბატონ ეკას რა შეურაცხყოფას ახერხებდა შემდეგ ნათია კაციტაძეს რომელმაც შემდეგ საიამ დაწერა ისევე ჩვენი სარჩელი და რომელმაც მოიგო და შემდეგ პატიმრობებზე უკვე ნათია იყო ჩემი ადვოკატი და რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ ესენი და დღეს რას ვხედავ მე და რას უყურებ ჩემი შვილის თაობა თომ ადამიანებს როგორ რითი დავაჯერო რა უთხრა რომ რა რომელ უფლებებზეა ლაპარაკი რაზეა ლაპარაკი რომ ჩემ თვალწინ კიოდა და ხიოდნენ გოგოები მშობლებთან ერთად და მათი მაისურები გამოქონდა თურმე მე დედებს და აქციები იყო მაშინ იცით ღამევე თემა პრესამ შეწყვიტა მაუწყებლობა იმ ოპოზიციურ პრესამ ძალიან ბოიკოტი იყო და მაშინ კი ჩაერთო ეგრეთ წოდებული ევროკავშირი მაგრამ ნუ აი რა იყო ამიტომ მინდოდა ეს შესავალი მე თქვა ქალბატონოთია რომ პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემ ამ სიტყვაზე რომ ეს აქცია ზემშვიდობიანი იყო ამას ადასტურებს ყველაფერი და მათ შორის მუხლობრივად ადასტურებს სტრასბურგის რომელიც 5 წლის მერე მივიდა უკვე გამოძიებაში ჩვენ ეს კითხვები არამც თუნდა დავსვათ, არამედ უნდა ფაქტებით დავადასტუროთ ის, რაც იყო სიმართლე. იმიტომ რომ ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს ისეთი დოკუმენტის შედგენას, რომელსაც დასკვნა ქვია, რომელიც ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას და მომავალ თაობას პარალელების გავლების საშუალებას ობიექტურად უნდა აძლევდეს, ვინც წერა-კითხვა იცის, განათლება აქვს და გადაწყვეტს, რომ ჩვენს დასკვნას გაეცნოს, იქ ნათელი უნდა იყოს ყველაფერი, მშვიდობიანი აქციის დროს, როგორ იქცეოდა ის ხელისუფლება და როდესაც გადმოინაცვლა ოპოზიციაში, როგორ დარჩა ძალადობრივ ორგანიზაციად უკვე ოპოზიციიდან. და ბატონმა დაჩიმ იმაზეც მიგვაქცევინა ყურადღება, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც ის ყველაფერი არიციან, რასაც ახლა თქვენ დღეს ყვებით, ისინი არიან გამოყენებულები, უმრავლესობა მათგანი, თუმცა არიან ისინი, ვინც არის საქმეში ჩახედილი და მაინც ისე იქცევა, როგორც იქცევა. რომ არ შეიძლება პოლიციელს ესროლო და შემდეგ მოლოდინი გქონდეს, რომ ეს შენ პასუხი ამისთვის არ მოგეთხოვება. დაჩიცაგურიამ თქვა ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ ხიდან ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდიაო, რასაც თქვენ უკვე ფაქტებით კიდევ უფრო
შთამბეჭ დავად და სტრასბურგის განაჩენის მოხმობით ადასტურებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამას უთმობთ დროს დიახ. 15 ივნისს თქვენ რა ბედი გეწიათ პირადად თქვენ და პოლიტიკური თანამდებობის პირებით უნახეთ ადგილზე. დიახ. 15 ივნისს როდესაც უკვე ყველა მხრიდან მოხდა, ისინი მორბოდნენ სამართლოს უკანა შემოსასვლელიდან, რომ მიხვდნენ რომ ჩვენ არ შევიდოდით იმ ღია შლაგბაუმში, იქ მართლა ყველა მაღალჩინოსანი იყო, მე არ მახსოვს ახლა უშუალოდ მინისტრი არ მახსოვს ახლა იქ, მაგრამ ეს ადამიანები მახსოვს და მე პროკურატურაში კიდე ერთი რამ არის ქალბატონი რაც მინდა იცოდე და ამ კომისიაზე ვარ, თუმცა მე მგონი არ იქნება არაფერი. დღემდე პროკურატურაში მიმდინარეობს საქმე. მე 14 წელია ველოდები, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში თქვენ წაიკითხავთ ჩემთან დაკავშირებით. წერია რომ აუცილებლად მოხდეს ხელახარი გამოძიება და მე ვალდებულიც ვარ, მაგრამ რადგან ახლა კომისიაზე ვიმყოფები, პროკურატურაში დავდივარ 14 წელს განმავლობაში. მიდის ეს საქმე, უпроსტოდ აი 5 წლის თავზე რაც იყო 2016 წლიდან დავდივარ პროკურატურაში და მე სხვათა შორის ძალიან მძიმე ჩემთვის რომ ამოცნობაც მიწევს. და ნუ ნაწილი ამ საქმეში 10 კაციდან 5 მიმოლვაშია გაქცეულია როგორც ჩვენ გვეუბნებიან, მაგრამ ნუ შესაბამისად ობიექტურად მე ვალდებული ვარ რომ ყველა გამოცხადებაზე მივიდე და ნუ ეს პროცესი მიდის. ამიტომ მე პირიქით მზად ვარ. მე გვიან, მაგრამ მე ველოდები ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მე შეიძლება არაფერი არ გამაჩნდეს დღეს საერთოდ. და თქვენ 2012 წლიდან არც ერთ მე თქვენ კოლეგას ნებისმიერს კითხეთ, არც ერთ მაღალჩინოსანს, არავის ვისთანაც მე კარგი ურთიერთობა მაქვს, მეგობარი ვარ, ახლობელი ვარ, არც ერთ მათსაც, ვინც შემდეგ თანამდებობაზე იყო, არც ერთხელ არ განმიხორციელებია რაიმე ზარი, ან პირადი რაიმე და სურვილისთვის ან სამსახურთან ასე შემდეგ. არასოდეს ამას ვერ ნახავთ. მე მიცნობს ბევრი ადამიანი. მათ შორის მე მსმენია ბევრი მინისტრისგან, ყოფილისგან და ეხლანდელისგანაც რომ მე როგორ ხარ? რა ხდება, მაგრამ მე არასოდეს არა. მაგრამ ერთადერთი რასაც ველოდები და რასაც ვითხოვ და ალბათ მოვითხოვ კიდეც რომ ის განაჩენი დადგეს, რაც თქვენ თქვით, ქალბატონო თია, რაც საზოგადოებას თქვენ უთხარით. იმიტომ რომ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ, შეიძლება პატარა ჭანჭიკი ვარ, ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ჩემ პირად ტრაგედიაზე ამ გადავდებ, რომ ის კაცი, რომელიც დღეს იქ არის, საბოლოოდ გასამართლეს ისე როგორც საჭიროა და მისი პარტია. ამიტომ 15 ივნისი რა მოხდა 15 ივნისს ბოლოს და როცა დაიწყო ეს უკვე ხოცვა ჟლეტვა, მე პირადად დამაკავა გეგეჭკორმა. გეგეჭკორის სახელი აქ მხოლოდ ერთხელ იქ რა ნახსენები. გიორგი გეგეჭკორი თუ ვარცდები, ადამიანი, რომელიც თბილისის პოლიციის შეფი იყო. კაცი, რომელიც ყოველთვის გვისწორდებოდა სასტიკად. მანამდეც ყველა აქციაზე ეს კაცი, სხვათა შორის, როგორც მე ჩვენ გავიგეთ, რომელიც ჩვენ იმ აქციის დროსაც ისე გვცემდა და თავში გვირთყავდა და გვეუბნებოდა რომ თქვათ რუსეთის აგენტი ხართ, როგორც მე გავიგე და როგორც მე მოვიძიე და პროკურატურასაც მე მივეცი ინფორმაცია ჩემთან მისცა და ჩემთან მიმართებაში დაკავების დროს მიმართებაში სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა რომელზეც ჩვენ გვეუბნება თურმე არ ვიცი მე თან კარგად უმყოფოს ოჯახი მაგრამ თურმე მისი მეუღლე იგი ცხოვრობს მაგრამ ჩვენ გვცემდნენ რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ და თურმე ფულები მოქონდა ამ ოპოზიციისთვის რომ ოპოზიციასაც იქ კეთილსინდისერად შვიდობიანად მართლა ფოტოლია ჩამოვარდნელა და დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ნუ იქ წავიდა მოკლედ მე მაკავებს პირადად გეგეჭკორი და მესმის მანამდე ხმები ანუ რასაც ხედავდა ანუ გამოვხატე პროტესტი რომ გვერდზე პატარა გოგონა რომელიც მაშინ 16 წლის იყო რა ფაქტიურად და რომ დავინახე რომ წავედი მე დამაკავა გეგეჭკორმა დამაკავა გეგეჭკორმა შეუმხედა რომ დამიჭირა მესმის თქვა რომ ჭიქაშვილი მყავს მიხედე დანარჩენს ცაგურია მახსოვს დაიძახა და მე მგონი დაიძახა არ მინდა შევცდე მიშა ალბათ მესხი ჭიქაშვილი მყავს დაანებე თავი და რომ მორბოდნენ ჩემს მიმართ ანუ ეხა გეგეჭკორი კარგად მიცნობდა რომ სხვა ხო არ მიცნობდა მე არა რომ მორბოდნენ ანუ ნათქვამი ქონათ აი ეს ეთქო მანამდე ფოტოები იყო ნათქვამი რომ ჩვენ ვიცით ფრაზები გვესმის სააკაშვილის განსვენია ფრაზე იწვერებიანი როდის იქნება რომ ერთი დავიჭერთ იმას ვიღაცები ისმოდა რომ აი ეს რატომი და ასე შემდეგ გეგეჭკორი დამაკარგა ხალხი რომ მორბის თვითონ აჩერებდა არა მოიცათ ეს დაჭერილი და დანაჩენს მიხედეთ ესე იგი ჩემი დაკავება ხდება შუა ხიდზე საიდანაც უკვე გვერდზე გაიხედავთ სააპელაციო სასამართლოა
ეს დარბევა და ხოცვაჟლეტვა მიდის იქიდან გამოქცეული ხალხი, აქედან გამოქცეული ხალხი, მე შუაში ვყავარ გეგეჭკოს და გეგეჭკორი თვითონ აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში და მე ვუთხარი გეგეჭკოს, რომ მე ვუთხარი, თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს. მე ეს ფრაზა ვუთხარი მას. ის მანამდე მიცრომდა არაერთხელ დაკავებული ვყევარ, მანქანით აყვანილი ვყევარ. რაღაცა თავის გამოხატულებები ქონათ, ვერ ხვდებოდი საერთოდ, რატო იყო რაღაც განსაკუთრებულად მიზანმიმართულად, რატო აღებდნენ კარებს ეს და მისი მოადგილე არ მახსოვს და დიდი ბოდიშით, მაგრამ ისეთ ადგილას გვირტყავდა წიხს. რატო? რა უნდოდა? რა გულში ვფიქრობდი, რატო იყო ეს? აი ეხაცა იქ აი კაცური რაღა რატო იყო? აი ყოველთვის ასე იყო. ამას ვერ ხვდებოდი და ნუ რაღაცა ის პერიოდი რომ მახსოვს და მე ვთქარ თავში არ დამარტყა, ტრავმა მაქვს თავში. და მითხრა, დამიჭერ რომ მოდის უკვე მოდის სპეცნაზი. ეგრეთ წოდებული არა სპეცნაზი, არამედ ადამიანები მოდიან მასკებით, ნიღბებით და ჩემ თავს აძლევს და ეუბნება შეათრიეთ სააპელაციო ეზოში და თავში არ დაარტყათ ბიჭო. და ნუ რაღაცა მომენტში ვიფიქრე რომ შემიყვანეს სააპელაციო ეზოში ბორდიურზე უკვე რამოდენიმე ადამიანი იყო. თუ არ ვცდები დავინახე რომ დათოს კირკიტაძეს ურტყავდნენ, კიდე ჩვენი მეგობარი იყო ვაკო არ მინდა შევსწრე არ ვიცი მაინც მათ გარეშე მაგრამ მე მინდა უბრალოდ თქვენ იცოდეთ არ ვიცი შეიძლება მაგრამ ჩვენი მეგობარი ხო ცემდნენ და იქით გაიყვანა ეგ დაიყვანა და აი ამ წაყვანაში წამიყვანეს იქით ანუ თავში რიგითობით პირველი დამსვეს ამათ მომაშორეს სიღრმეში და აი ამ ნიღბიანებმა რომ მეგონა რომ მაინც რა მეთქი რომ თავში არ დამარტყავს გეგეჭკორი ალბათ კრიფავს დანარჩენებს იმიტომ რომ მას ხა გაუჭირდა ალბათ დაკავება იმიტომ რომ გაიქცა ხალხი ხიდიდან ხტებოდნენ ბავშვები ხიდიდან ხტებოდნენ პირდაპირ და თქვენ ბექაურს რომ მოусმინოთ აი ვიდეოში არსებობს ის ხიდიდან ვერ გადახტა შეეშინდა და ვერ გადახტა ის ხიდიდან და ну ზოგი გადარჩა და გარბოდა მაგალითად რომ დავინახე რომ რეზის და ავტო ჩვენ მეგობარს კიკალიშს აი ფოტოებზე არის ავტო ხო უკვე რო ესე ცემენ და რეზის უკვე გდია და ანუ ყველა ფიქრობს რომ გაიქცეს მე მიმიყვანეს თავში დავსვეს და ხუთივე მის მიმიყვანა დამიწყო ცემა ხუთივე მწიხლები დამიწყო ცემა და პირიქით თავში უფრო მიტყავდნენ მართლა იქ არ გამოუყენებიათ ხელკეტი ციხლებით მცემენ მირტყავენ ნუ ვითიშები აზე მოვდივარ გვერდზე ჩემი მეგობრებს ხედავ და ვცდილობ რომ არსენი არ ჩაერთონ იმიტომ რომ წამოდგა რამოდენიმე ბიჭი დღეს სასულიერო პირია ეს ადამიანი და წამოდგა დასახმარებლად და ისიც ცემეს და მე მინდოდა რომ ეს არ მომხდარიყო იმიტომ რომ კიდე ერთხელ გეუბნებით მქონდა და მაქვს ეს პასუხისგებლობა იმიტომ რომ პატარები იყვნენ მაშინ ბავშვები იყვნენ ახალგაზრდა ბავშვები იყვნენ იქ და როგორია ეხა რო უყურებ როგორ ცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალის გოგონას რომელიც იციან რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ ჟურნალის გოგონას ვის გადაეფარა პოლიციელი რომ შეიყვანა ეგრეთ წოდებულ ჯიხურში როგორ ცემეს ის პოლიციელი რომ ბიჭო რასაკეთებ შენ დაიცავი გოგო და ეს გოგონა არის ანა გოჩაშვილი რომელსაც მადლობა მინდა უთხრა რომ მაშინ იყო ჩვენთან ერთად და მაშინ ასუქებდა იმის გამო ცემეს ის დანარჩენი წარმოიდგინე ამას რო ხედავთ ხო წარმომიდგენია და დამიწყეს ციხლებით ცემა ну მცემენ არ ვიცი დრო არ ვიცი რამდენი ხანი მცემენ ციხლებით მაგრამ ვატყობ რომ ჩვენი შეგროვება უნდა სადღაც ეს სასაკალაო გრძელდება მტვერი იდგა ქალბატონოთია ანუ ძირს რო გდივარ ესე ამ იქ ბაღის პრინციპია ტროტუარია და ნაძვებია ამ ნაძვებში შემაგდებენ გამომათრევენ ციხლებით ცემენ და ну არ ვითიშები ხა ისე რომ მაინც ისე ვარ მაინც ხელებს ვიფარებ რაღაც შემდეგ უკვე მოდიან ჩემთან მოიყვანეს და აგდებენ თუ არ ვცდები ერთ-ერთ ახალგაზრდას რომელიც აი კადრებში ხიდზე რომელსაც ცემენ დღეს არ იმყოფება ის საქართველოში როგორც ვიცი იმიტომ რომ მე მუდმივად ქონა მათთან კონტაქტი როცა სტრასბურგის საქმე იხილებოდა და უკვე ვხედავ რომ მივყავართ ანუ ჩვენი წაყვანა უნდათ ანუ სხვა დარბეულია ნაცემები არიან ქალები ყვირიან წირიან ვიღაცა იძახის რომ რა შუაში ვარ მე არაფერ შუაში ვარ და უკვე შევყავარ და გვამზადებენ კორიდორი არის რო წარმოიდგინოთ ანუ აქ ხო გცემეს ერთი ცემა ნიღბიანება აი მე ეწოდებულმა სოდელემა თუ ის აქედან გამოვყავარ და შუაში ისევ ხიდზე ამზადებენ ეგსაც სასამართლოს შენობაში კორიდორი სააპელაციო სასამართლოს შენობაში არა რო გამოვდივართ უკვე კორიდორი ბატონოსუზარ აი ზუსტად ესეთი გამზადებულია ხიდზე სამართლოს შენობაში რო შევიდე ოღონ კორიდორი რო გავხედე კორიდორს ანუ კი ვარმა ისე არ დიხ ცოცხალ კორიდორზეა ცოცხალი კორიდორი ადამიანები ოღონ ამ კორიდორში უკვე დგანან ნახევრად რობოკოპები და ნახევრად მაინც ეს შავი მაისურები ჩაცმული ამ კორიდორში ისე აი იქ სხვადასხვა ისინი გვირტყავდნენ მანდატურების გვირტყავდნენ
საოცრებაა დღეს რომ კადრებს უყურებ, მანდატურები რა დღეში არიან, როგორ პირიქით იცავენ, რაღაც პროცესები როცა არის და აქ მანდატურები გვირთხავდნენ ჩვენ. მანდატურები გვირთხავდნენ, კი? სასამართლოს, აი იქ კადრებს თქვენ ახავთ, კითხვა ხო გაიჩნდებათ რა უნდა მანდატურის თანამშრომელი? არიან რამოდენიმე მანდატურის ისაცვიათ. ისინი გვირთხავდნენ ჩვენ. ისინიც და უკვე კორიდორს რო გავხედე და რომ მივხვდი რომ ესე იგი შეგვარჩიეს ქალბატონოთია შეგვარჩიეს რომ ხედავ რომ დაჩიც უკვე იქ აყავთ მე და მიშამეს ხედავდი რომ მაინც უყურებ დანარჩენს იმიტომ რომ აი რაღაც მინდა რომ და მე კი ხვდები უკვე რაცა უკვე იწყება ჩვენი კორიდორში გატარებდა კორიდორი ადის ქალბატონოთია კიბეები ასე სამართლოს ეზოში შედიხარ ადის კიბეები და კორიდორი არის გაკეთებული შიგნით ფოეა მე არ ვიცი თქვენ ამყოფი ხარ თუ არა ამ შენობაში მაგრამ შიგნით ხო ფოია კორიდორს უკვე გვატარებენ ქალბატონოთია რეზინის რკინის მახსოვს ერთ ეჭირა იმიტომ რომ ეს მე შემხვდა რკინა იყო აი მამაკაცები მიხვდებით ალბათ აი მანქანის ზეთს რო ხსნი არის ესეთი ხელსაწყოა ჯაჭვია გზეთ რა ანუ მე ვიხსენებ რკინა სკამის ფეხები სხვათაშორის აი რკინის სკამები ყო არ ვიცენ და ესენი უკვე გვცემენ და ესე კორიდორს გვატარებენ უკვე ცემაცემით ჩვენ და უკვე აქ ამოდის ეს ფრაზები შეაგენტო ოპოზიციის მონა შეაგენტო ისე და ამას უკვე გვიტყავენ თავში და კორიდორი უნდა გაგვატარონ კორიდორი რამხელა კორიდორი აი ხო გითხარით ხიდიდან ქალბატონოთია აი ხიდი რო არის შუა ხიდიდან სამართლოს ხიდიდან და ახლობით ეს კორიდორი მიდის აი ხო გითხარით კიბეები ჩანს ნუ საკმაოდ გრძელი კორიდორი ხანდახან ირღვევა და რატო ჩვენ რო გვცემენ აქ ანუ ბუნებრივია უკვე თავში რო ხდება ესა მე მაცვია მახსოვს ძალიან კარგად იმიტომ რომ მე მეტი დასაცმელი არ მემიღია დაჩის მოусმინე ხა და დაჩის დასაცმელი მიუღია მე მეტი დასაცმელი არ მემიღია მე არ წიგნი მქონია და იმაზე თუ რატო იყო ჩემს მიმართ განსაკუთრებულს ამას გეტყვი და რატომაც სტრასბურგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ამას მე გეტყვით უშუალოდ ჩემ პატრონებასთან დაკავშირებით მე ერთი მაისური მეცვა შავი იმ შავი მაისური სქელი მატერია იყო მართლა ამ შემოხევებში მაგრამ გაძლო მე მაისური არ დამხევია მართლა მაგრამ რო გავიარემ კორიდორში და კორიდორი რატო ირღვეოდა იცით რომ რო ვითიშებოდით ეს კორიდორი ანუ წინო დავარდებოდა მაგალითად რო დავარდებოდა მიშამესხიან და აჩისაგურიან არ მახსოვს ესე ზუსტად კიდევ კორიდორი ჩერდებოდა და ეს კორიდორი შესაბამისად ბუნებრივ სენციხებს გიგიტყავდა მაგრამ უნდა გაგრძელებოდა რაღაც მომენტში ირღვეოდა რო ხედავდნენ რომ ვითიშებოდით მე უკვე რა შობოდნენ იცი კორიდორი იქ ყვიროდა გეგეჭკორი იყო სხვათაშორის ერთ-ერთი ამის ორგანიზატორი გეგეჭკორის ხმა არასებობს დამავიშთეს არათუ ის მეცაც გეტყვით მისი ეგრეთ წოდებული ფეხსაცმელიც მისი სტილი რაც იყო ეგრეთ წოდებული წვეტიანი მოკასინებიც ვიცით და იცით რატო ვიცით ეს აქციებზე და არის ერთ-ერთ აქციაზე ცოტა ჩვენ ტელევიზიასთან აქცია მოვასყით მოძრაობა რატომმა თან ადამიანი ესე ხელს გიჭერდა და ამის ფოტო არის კამერებიც არსებობს გადაღებული ხელზე რო გიჭერდა წვივებში ფეხებში სადაც არ ჩანდა ხალხი და პრესა ვერ დაინახავდა წვივებს გიტყავდა პირდაპირ მუხლებს ქვემოთ ფეხებში და ანუ რატომ ყვები ამ დეტალებს რომ ამ დოხედავ ეს ირღვეოდა და ვიღაცა ითიშებოდა შეიძლება მეც და შესაბამისად რომ ათრიეთ ხელით ათრიეთ ბიჭო უკვე ამყავდით ხელით და ეს პოლიციელებს ალბათ ეშინოდათ იმიტომ რომ იქ ხო ნახეს ფაქტი რომ თვითონ ცემეს ერთმანეთ და უკვე ესე ათრეული მე მაგალითად იმ კიბეებზე ავიარე მახსოვს იმიტომ რომ აი ესე მახსოვს მაგრამ უკვე რომ აი პატარა ჰოლია იქ მახსოვს რომ თვითონ გავითიშე იმიტომ რომ ჩემ წინამორბედს ზე მოქნეული უკვე მომხვდა თავში აქა მაგრამ რომ ანუ ამან გამთიშა და უკვე ფოეში რომ შემაგდეს იმიტომ რომ გამოფხიზ იმიტომ რომ რაც შეეხებოდა ფოეს აი დაახლოებით ამხელა ფოეა იქ უკვე ვეყარეთ აი როგორ გითხრათ აი იქ დაიწყო უკვე ღირსების შელახვის თემა იქ დავყარეს ყველა მის დავყარეს იქ ეყარა ძალიან ბევრი დასისხლელი ბავშვი იქ უკვე სისხლის გუბეები იყო და იქ რომ დაგვაგდეს აი მახსოვს მიშა მახსოვს მესხი დაჩი მახსოვს ზურგით ერთმანეთზე ვარ და ეს როგორ ვარ იცით რომ აი როგორი კადრია იცით რომ ერთმანეთს ზურგით ვამაგრებთ და ვეძებ რომ გოგო მე ვფიქრობ რომ გოგონა რომელსაც იქ ცემდნენ ისიც აქ ხო არ არის რომ რაღაცა რომ იყოს ბოლო თუ რაღაცას გამოვიჩენ ან თუ შემეძლება რაღაც ვაშკაცობა რომ გოგონაზე უთხრა რაღაცა და ვარ მახსოვს გოგონა მაგრამ მახსოვს და აი ესე ყველანი შეგვუკრიბეს იქ ზემოთ ესეთი გადმოსახედია და იქ უკვე დაიწყეს ჩვენი აი როგორ გითხრათ ღირსების შელახვა ფურთხება ზემოდან იქვე მდგომები აი ესე ვარ ჩეკოჩიჩებულები ვართ ნაცემები და იქიდან არის კიბე ქალბატონოთია და ის კიბე მე ჩადის იზოლატორში
იზოლატორის ჩადის. ნუ აქ გცემენ, შემოსხავს გვაყენებენ, არ ვიცი, რა არცა და უკვე მიდის გადანაწილება. და ეს გადანაწილებას ვერ ხვდები რა არის. ანუ დანარჩენები 400 ლარიანი და ციხე. სისხლის ხო, გამომიყვანეთ ხო, წამოიყვან, ნუ ხმები მესმის და გამოიყვანეთ ისინი ჯერ და მე მაგათ მე მივხედოთ. მახსოვს რომ ყვიროდენ, არ ვიცი, სისხლის თემა აქვს მაგასაც ჭიქაშვილი გამოათრიეთ, დაჩიცაგურია მიშა მესხი. მე სიმართლე გითხრათ, ჩითარიშვილი და საბანაძე მერე რო უკვე ციხეში. რამოდენიმე დღის მოვედი გონს ჩითარა ჩემ გვერდზე საკანში იყო და ხმით ვიცანი და გიორგი საბანაძე ვიცანი ჩემ წინ იყო. ცოტა უშუალო კამერაში ვიყავი, ჩემი ნომერაცი პირველი იყო, ჩემი კამერა და ჩემ წინ არაფერი არ იყო, გარდა რაღაცა ადილების იმისა და იქით იყო და მერე მივხვდი რომ უკვე, მაგრამ გამორჩევა და აი ეს გამორჩევა რა იყო, იცი ხალბატონო თია? ძალიან ნაცემები ხო ვარ და შორს რო გამომარჩიეს, ანუ უკვე უნდა გავიადო და უკვე გავიარო ეს სკინისკიბები, ისეთი ნაცემია რომ კი ვდგები ხა, ნუ არ მინდა რომ მივხვდი რომ ამ რამდენი ვარდები მე რაღაცა პრობლემები იქნება, რომ უკვე უნდა შევიდე აი მხოედან, რომ უნდა შევიდე ესე და უკვე გავიარო დიდი რკინისკიბეები, იქ რო შევედი რომ შემაგდეს იქ, არაფერ შემაგდეს იმ კიბეებს და დავინახე უკვე მარტო რობოკობები, კიბედან დაწყებული მთელი კიბის ბოლომდე და ქვემოთ უკვე საკნებია, მარტო რობოკობები არიან. არავინ სხვა არ არის და აი ეს რობოკობები რო არიან, უკვე რობოკობები, ნუ მე არ ჩავსულ ვარ კიბეზე ჩემით. ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს. რო დავიწყე რა ესე რო დგები და დავიწყო კიბეებზე ჩასვლა, აი ამ რობოკობებმა უკვე დამიწყე. ცემა უკვე ამჯერად იმ რა ქვია, თავისი ამ ხელკეტები და კასტეტები და გვერდებში მახსოვს და ნუ სუთხო რომ მეკრებოდა და ნუ რაღაცა პერიოდი მახსოვს დავგორდი. ხო, კასტეტებიც ამ რობოკობებს ხო რაღაცა უკეთიათ ეს. გარდა იმისა რომ იმათ ხონდათ, ამასაც ხონდათ და უკვე როგორ ვიყავ იცით რომ რაღაც ტკივილები ეს რაღაცა ეს ანუ ხშირად გავითიშეთ და ცოტა გონს მოვედი. უკვე დავგორდი ბოლო მომენტში და მახსოვს რომ ძილს უკვე ვიყავი დამთხეული და ერთი სული მაქვს ხალბატონო თიავ ნატრულობ რომ დამთავრდეს, აი რა არის ეს, ანუ საკანში შემიყვანო, დამთავრდეს. და აი მან დიწყება უკვე პირადად ეპიზოდი, როდესაც უკვე ძილს გვდივა, რობოკობები ხელს არ ანძრევენ და მოდის ციხის თანამშრომელი, ანუ რომ ალბათ რაღაცა ხდება და ქვემოთ აქ სადაც დავარდი, მესმის რომ იქით სიღრმიდან ისმის საშინელი ყვირილი. და ახლა ვფიქრობ რომ ზემოდან ხო არ ჩამოდის და ქვემოთ აი ისმის საშინელი ყვირილი, მაგრამ შორს არის, აი დაახლოებით თქვენს კიდე იქით რომ დერეფანი იყო, სიხის დერეფანია, მოკლედ უკვე კამერებია და მე ვხედავ უკვე რომ კამერასთან ვარ. რა კამერაა დღემდე ვერ ვიხსენებ იმ კამერას, მე სხვა კამერაში შემიყვანეს. და უკვე რომ დავინახე მე ვთქვი ჭიქაშვილი არ შეაგდოთ კამერაში. მესმის ხმა. ჭიქაშვილი არ შეაგდოთ კამერაში. ეხლა მოვდივართ. და ნუ აი როგორ გითხრათ? კი, მუხლებზე ვარ, ფაქტობრივად ძილს ვგდივარ ახლა მე რა. ხელები უკან შეკრული მაქვს. მით რა ქვია, ბორკილებით. როგორ უნდა ვიყო, რა მდგომარეობაში უნდა ვიყო, გამორიცხული რომ მე რაღაც ისე ვიყო რაღაცა და ძილს ვდივარ. ჩამოდის ეს, ხედავ რა კიბეებზე ჩამოდის, ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ადამიანმა ახალგაზრდა ბიჭმა და იმ ცნობილმა ფოტოგრაფმა, რომელიც ალბათ გემახსოვრება თქვენ, მთელი აქციების პერიოდში იყო ესეთი ფოტოგრაფი კაცი, რომელიც ახალგაზრდა კაცი, შემზარავი პიროვნება, რომელიც გვიღებდა ყოველთვის ფოტოებს, ხან სახურავიდან, ხან სად და ეს ფოტოგრაფი მე კარგად ვიცოდი. და ჩვენ კარგად ვიცოდით, იმიტომ რომ ჩვენს მიმართ ის იყო ძალიან ესეთი აგრესიული და მას რაღაც მასალები თუ ქონდა, არ ვიცი რა. ჩამორბის ახალგაზრდა ბიჭი, ნუ კაცი ახალგაზრდა, თავზე ნიღაბი უკეთია. წამოდექი ბიჭო ფეხზე. მე მეუნება. დანაჩე გასუსულია სიხის თანამშრომლები. და რა წამოდექი. მუხლებზე დადექი ბიჭო. ნუ ავდ მუხლებზე ვარ. ნუ რაღა უნდა წამოვიცი მუხლებზე ვარ. ნიღაბს იხსნის. მაფუთხებს სახეში და მეუნება რომ მიცანე ბიჭო. ახლა როგორ ავარიცით რომ მართლა გაოცებული ვარ, მაგრამ კიდე ერთხელ მაფურთხებს, ისე რა. ეს ფოტოგრაფი უღებს, მას ხელში ეწირა აპარატურაში კარგად ვერ ყვევი ხა. მსახიობი ვარ და ტელევიზიაში დიდი ხნის გამოცდილება მაქვს, Canon-ის ტიპის ფოტოაპარატი, რითიც ის ვიდეოებსაც იღებდა. მაშინ ეთქობა მობილურით არ იღებდა, მაგრამ ხალხში მობილური ეჭირა ამ ფოტოგრაფს. ამას ყველაფერს იღებს და ვიცი რეკზეა ვიდეო, ანუ ვიდეოს იღებს, მაფურთხებს, მიცანე ბიჭო კიდე. და ხმას არ ვიღებ. თვალებში უყურებ, არ ვიცი და საბოლოოდ იწყებს შემცემას
და ნუ მაგინებს წიხლებით მცემს უკვე დავარდი ვითიშები და წიხლებით მცემს მე ერთი პერიოდი ჩერდება და ხო ეხა ნახავ შენ რა მოგივა და ეს სისხლზე ამას არ დავინახო რა და უცებ რაღაც პაუზაა და ეს მობილური ეს მობილიც იღებს ტელეფონს ეს წესრიგდება ალბათ ნიღავს იკეთებდა ესე უკავნა ავიდეს ეს ფოტოგრაფი დგას არ მოკიდო ჯერ ხელი და იღებს ტელეფონს და რეკავს აუ გაგიჟდები ეხლა რომ ნახო ეს რა დღეშია ეს რატომელი წვერებიანი ჭიქაშვილი რა დღეშია გაგიჟდები იმას ელაპარაკება ეს მესმის ის უშუალოდ ახლობელია აშკარად მაგრამ მისი ზემდგომია აუ არიცი რა დღეში იქით რაღაცას ეუბნება დანარჩენებს მაგრამ ეს არიცი რა დღეშია ამას რა ჭირს რას განახებ არიცი მე ეუბნება რომ ეს და მეთქი ნუ აი მესმის ეს ყველაფერი მაგრამ ვერ ხვდები ნუ რაშია საქმე მე ამბობს რომ აუ ანახებ ხო პირველს ანახებ მან დარი პირველი აი ეს სიტყვა მახსოვს აუ გაგიჟდებით ეს ამას ეს აქ ეს ანუ მაგინებს ამას ესე აქ ესე და კიდე მიღებს ამ იმას და ესეთი გამომეტყველები რა დინძურის სახით ეს ბოლოს ადის აუ ანახებ ხო ეხლა ნახე რეებს განახებთ და ეს კაცი ავიდა და შემაგდეს საკანში სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე და ვახომერაბდე აი ვინც გითხარით რომ ვერ მივხვდი თავიდან რა იყო ეს მე უცებ ხო და ვაკო დამხვდა საკანში რომელიც მე სისხლზე გაუშვეს ვაკო სხვათა შორის და შემდეგ რომ მეგონა რომ თქო რაღაცა მორჩა იმიტომ რომ არც სასამართლოა არაფერი არ ყოფილა ხო რა უნდა როგორ ანაირად უკვე გაიყვანეს უცებ დათოც და ვახომერაბდეს და ვაკოც მერე და უკვე დადგა დრო რომ მე გამიყვანონ და ვერ ხვდები სად გავყავარ გამომიყვანეს და კარიდორში გამომიყვანეს ნუ ეხლა რომ იცოდეთ ეს რომ ადექი წამოდი გაისინჯე ესეთ რაღაცებს არა ანუ ვიცი ფიზიკურად გებოდი გამომიყვანეს უკვე რომ კარიდორში დამაყენეს იგივე კარიდორში ხედავ სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს ჩემ მეგობრებს ჩვენი კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაციის წევრებს რატომის წევრებს და უკვე რომ ახლოს მოგვიწია საკენებიდან გამოყავ ცხები და როგორც უკვე ვატყობ 400-იანები აქეთ დააყენეთ 400-იანები აქეთ დააყენეთ და ესენი აქეთ და ჭიქაშვილი მან დატოვა ჭიქაშვილი ცალკე მიყვავს და როდესაც დავინახე რომ წინა კამერიდან გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდა ბიჭი მაშინ ალბათ რა 17-18 წლის იყო გიორგი რომ გამოვიდა და მე შემომხედა და დამინახა სიხარულიძე გიორგი სიხარულიძე რომ დამინახა და მე შემომხედა ანუ მივხვდი რომ 400-იანებშია ეს და რაღაცა იმედი მაქვს რომ ამათ სიხარ თვალი ჩამიკრა და გამამხრა მითხრა გეხვეწები გამაგრდიო და ამის გამო ამ ბიჭს დღეს არ ვიცი როგორ თქვა მაგრამ ალბათ შემომპირი არის იმიტომ რომ მას ხერხემლის და ხელის დაზიანება ჩემ თვალწინ ცემეს ესე იგი ამაზე დარდოფო ჩემ თვალწინ ცემეს სამაგალითოდ და მე უკვე ვცდილობდი რომ არავის ჩემზე თქვა რომ არ მიცნობ და რომ დავინახე რაც ქნეს აი ამას იცნობ ბიჭო ამაზე ფიქრობო და ეს გიორგი ცემეს ჩემ თვალწინ გიორგი რა გვარია? გიორგი სიხარულიძე. ბატონო მერაბ თქვენ 2 წუთი შეისვენეთ და მე გკითხავთ ესეთ რამეს, როდესაც თქვენ ნიღბიანმა გითხრათ რომ მუხლებზე დადექი გაფურთხებდათ და გეკითხებოდათ მიცანი თუ არაო. ვინ იყო ეს ადამიანი? დღემდე ვერ ვიხსენებ. ვერც ამოიცნო? ვერასოდეს ვერ ამოიცნობ დღემდეც, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ ხალბატონ თეა არ დავიწყებ აქ არც რაღაცა თქვათ რაღაც ვაშკაცობის ან რაღაც გამკეთებელი ვიყო ან რაღაცა მაგრამ მაწუხებს ეს თემა და ერთადერთი მიზეზი რატომაც მე იმის მერე სხვა ეთერებში თქვი ერთხელ მომიწია შალვა რამიშულთან ეთერში ყოფნა და მე პირადად ჩემ ეთერში არზოს არ მithქვამს ეს ფაქტი მაგრამ მე ვთქვი იმდენად მაწუხებს რომ მე მეჩევნია ვნახო ეს ადამიანი ვინ არის იმიტომ რომ მე შვილი მეზდება მე ხო არ ვიცი ამას რა უდევს ან ვინ არის დღეს საერთოდ როგორ რა პირობებშია დაკავებული ეს კაცი არაა დაკავებული გადაუარა არ გადაუარა მე ხო რაღაცით ხო უნდა უპასუხო მე ხო უნდა მზად უნდა ვიყო მე იმიტომაც ვამბობ დღეს აქ იმიტომაც ვარ
ყვებიამ ყველაფერს. ერთადერთი თავი მიზანი რომ ეს ყველაფერი სწორედ ამით დამთავრდება. რომ ეს ადამიანები და მისი მთავარი შემკვეთი, აი ეს ალბათ ის პირველი, ხო, მიხეილ სააკაშვილი, დაჟილი იქნება. მე არ ვიცი დღემდე არ ვიცი. მე რომ ხვალზე ეს კაცი შემხვდეს სადმე და მან ის ხო კარგად მიცო. მე ვთქვი კიდევაც ეთერში, სად ახარ? მოდი ეხლა დამენახე და მითხარე. მე ხო უნდა ვიცოდე, მე საფრთხის ქვეშ ვცხოვრობ, იმიტომ კი არა რომ ამის მეშინია, მე იმიტომ ვცხოვრობ, რომ მე შეიძლება მომიწიოს თავდაცვის მიზნით კანონის სხვანაირი ასრულება. აი როგორ ვიზავთ, თქვენ შეიძლება გაქვთ თქვენის ვალდებულება, მაგრამ ქალბატონო თეა, იგივე თქვა თქვენ მეუღლეს, რომელიც უსმეს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას თავის მეუღლეს, როგორ შეიძლება მიუვარდნენ სადღაც შულთან ერთად. ვინმე ხელს თავს დადებ ბოლომდე რომ ეს არ დაიცავს თავის ოჯახის ღირსებას და ასე შემდეგ. ასე ვარ მეც. ასეა თქვენ ნებისმიერი, იგივე თქვა ქალბატონ მარიამ ლაშქის მაგალითი. რატო არის ჩემთვის ბედნიერი პრეცედენტი, რომ სასამართლოს ზალით მოხდა ის, თორე სხვა ადამიანს ვინ თქვენ შეძლებთ რომ პასუხისმგებლობა აიღოთ, რომ თქვენი მეუღლე არ დაიცავს სხვანაირად თქვენი ღირსებას და თქვენი შურის და თქვენი ცოლის ღირსებას, თქვენი მეუღლების ღირსებას. ან მე როგორ თქვა ეს? მე ვერ დავდებ თავს. სხვადმე რომ შემხვდეს ეს კაცი და მისნაირი კიდე რამდენი ვიც მოდიოდნენ. ხო საინტერესოა, რატო უნდა ყოფილიყო ჩემ საკანთან კამერა იყო ქალბატონო თეა. მე სტრასბურგის განწყობილების დროს, როცა ქალბატონი ნათია მუშაობდა და საი მუშაობდა ამაზე, მე ვთქვი რომ ამოიღეთ. მე რომ რამესა რატო ხდებოდა გადანაწილება, რატო ხდებოდა ჩემ კამერასთან გადანაწილება, რატო იყო რომ მოშიმშილე პატიმარს, რომელსაც უფლება აქვს, როცა დავით ფაცაციამ დაიძახა რომ შიმშილობთ. დათომ დაიძახა იქიდან რომ შიმშილობთ და ჩვენ შიმშილობა დავიწყეთ. მე მანამდე ვიყავი მარტო საკანში, როგორც დაჩი. და მე რომ მოვითხოვე რომ გამიყვანეთ, ხო მარტო მოშიმშილე პატიმარი, ან მარტო უნდა იყოს, ან გაიყვანო მოშიმშილეებთან, ხო? რატო ხდებოდა რომ ჩემ გამო ღამის 8 საათზე ციხეს გადანაწილება, რატო დაჭირდა საკნების? რატო შემოიყვანეს სამი ახალგაზრდა, საკმაოდ ისეთი ჯანიანი კაცი ჩემთან საკანში? რატო ეს კამერები იდგა ეს კამერები იყო ეს კამერები რატო ხდებოდა ღამის 12 ნახევარზე 11 ნახევარზე ჩემი საკნის გაღება რატო იყო ჩემი გაყვანები რატო ხდებოდა მე აქვე მადლობა მინდა უთხრა მას ჩვენ შემდეგ არ ქონა სხვათა შორის მადლობის ქმის უფლება როცა გამოვედით რომ არ ყოფილიყო იქ ქალბატონი ნესტანი ექიმი რომ არ ყოფილიყო ქალბატონი სალომე რომელიც დღემდე ამ სისტემაშია ჩვენ რო გამოვედით მე ვერ თქვი მადლობა ამ ადამიანებს ექიმები არიან იზოლატორის ექიმები არიან, რომლებიც იცით რა პირობებში უწევდათ ჩვენი ის. წარმოდგენა არა გაქვთ, რა რისკზე მიდიოდნენ იმის გამო, რომ ჩვენ რაღაცა იქ რა ხდებოდა, თქვენ ხო წარმოგიდგენიათ. მე ვერ ხვდებოდი, რატომ მისინჯავდა ქალბატონი ნესტანი, როცა გამისინჯავდა ერთხელ წნევას. 14 დღე ვიშიმშილე. ემპათიას დასკვნა აქვს დადებული, შემოვიდა ციხეში. კი ბატონო. GCR-ს დასკვნა აქვს დადებული, მე მადლობას ვუხდი მათ. ციხეში შემოვიდნენ, ჩემი შემოწმება როცა იყო. მე შიდა მოწამლა დამეწყო, ჩემი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე იყო საუბარი, მაგრამ მე როგორ გადავიდოდი იქ, როცა ვიცოდი, რომ ჩემი დანარჩენი 5 თანამოსაკნე ასე იყო. ბატონო მერაბ. ფოტოგრაფი თუ იცით ვინ იყო ის? ფოტოგრაფის სახეზე რომ ნახო ვიცნობ. იმას ამოიცნობ, მაგრამ აუცილებლად. იმ მეორეს ვერ ამოვიცნობ. აბა რომ იძახით რომ შემხვდეს სადმეო შეიძლება უცებ არ ვიცი ხო შეიძლება თვითონ გამახსენოს თავი მე ესა ვთქვი ხო შეიძლება თვითონ რაღაცნაირად შეიძლება თვითონ დღემდე უდევს კიდე გულში რამე და ის ცოტა ისეთ პოზიციაზეა არ ვიცი ხო შეიძლება თვითონ გამოხატოს ან თვითონ მე ხო არა ამისგან დაზღვეული არა ვარ მე ვერ ვიცნობ სავარაუდოდ ხვდები როგორი რაღაცა გარეგნობის რაღაცა არ იყო რაღაცა მახინჯი ისეთი ანუ რაღაცა ისეთი პიროვნება იყო რაღაცა აი შემიძლია ერთი თქვა რომ თბილისელი რაღაცა აი ქალაქური გარეგნობას პოლიციის რამე ფორმა ეცვა არა მას ეცვა ეგრეთ წოდებული გრაჟდანკები მაგრამ ეკეთა ნიღაბი და ნიღაბი ჩემთან მიმართებაში მოიხსნა მეც მაინტერესებს რატო ესე იგი რა მაქვს ესეთი გაკეთებული რა გავაკეთე ესეთი ან მის მიმართ რა გავაკეთე ესეთი, იმიტომ რომ უამრავ აქციებში ვიყავი მონაწილე, რა თქმა უნდა. პროტესტს გამოვხატავდი, მაგრამ რომელ შემიფურთხებია პოლიციელს, რატო გადამიხადა ეს სამაგიერო? ბატონო მერაბ, თქვენ ასევე ახსენეთ ანა გოჩაშვილი. დიახ. ესე იგი, თქვენ გვიამბეთ, ხო სწორად გავიგონე, რომ ანა გოჩაშვილი, რომელიც აშუქებდა, დიახ. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოსტაცეს კამერა, ასე თქვით მგონი და რომელიღაცა პოლიციელმა ის დაიცვა. და ეს პოლიციელი შეიყვანეს ჯიხურში და თქვენ ხედავდით როგორ ცემეს ეს პოლიციელი. დიახ, ეს ცნობილი ეს იმ მომენტში რომ მე ხმაგავიგე რომ რას ამბობ, რა ვიციცაო, ანუ ცემის დროს, ანუ არ ვიცი, მე არ მინდოდა ხა ისე გამომივიდეს,
ამ ბოდიში ანა რო ახსენე, მაგრამ ნუ უშუალოდ ერთი ადამიანი ვინც ესე მონაწილე იყო ეს ხა და ესე იყო მართლა. ხმა მესმოდა რომ ვისეცაო ბიჭო, ვის გადაარჩინეო და ესეც ემეს. და ამას არ ვიცი, ანას დაადასტურებს ალბათ ბატონმა სოზორმა იცის ეს ძინდეთი ალბათ ეს ცნობილია ეს. ხედავდით რომ პოლიციელი ცემა ამის გამო. პოლიციელი რო თავს იცავდა და ეს ხმა მესმოდა და აი როგორ ხდებოდა იცით სასამართლოსთან შესასვლელთან აი ჯიხური სააც არის. ანას პოზიცია მად მოხდა და მეორე როდესაც გოგონა დავინახე რომ ნესტანი მაგალითად რომელიც პარტიაში მაშინ ფოტოგრაფი იყო და ნუ ჩვენთან ერთად წამოვიდა და იღებდა მას ხელი მოტეხეს. მას ხელი დაუზიანეს. ანუ რომ გამოგლეჯო რომ დააპირეს ფოტოაპარატის მობმული ქონდა ფოტოაპარატი და ბუნებრივია დაზიანება მოხდა. მე გავიგე ციხეში უკვე რამოდენიმე დღის მერე გონს რომ მოვედით და უკვე ადვოკატებმა რომ დაიწყეს შემოსვლა, მე გავიგე სახელები და გვერდები ვიჩერდა. მე ყველაზე მეტად რაც კითხვა მქონდა რომ ბექაური ვიცოდი რომ სასიკვდილოდ მოკლეს. ბექაურის ელემენტი ფაქტი იყო ჩემთვის ყველაზე ისეთი რომ მე ვიცოდი რომ ბექაური მკვდარი იყო. მე გავიგე უკვე რომ ბექაური გადარჩა, თუმცა ის მძიმე მდგომარეობაში. ბატონო მერა პეტიციის ტექსტი ხომ არ გაქვს შემონახული? არა, მაგრამ ტექსტი ვიდეოში ერთ-ერთი ვიდეო არის, სადაც ზურა ხადაგიძე ამას კითხულობს. იქ არაფერი მოწოდება რომ შევცვიდეთ. არანაირი, ხალბატონოთია, პასუხისგებელი ვარ ყველა სინაში. და დღეს როგორი მდგომარეობა გაქვთ ჯანმრთელობის? დღემდე იცით თქვენ რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების საქმის პროცედურა იცით როგორ არის, ჭირდება შუამავალი ადვოკატები, ჩვენი შუამავალი ადვოკატები იყო ლონდონი, ინგლისი და მე ამავდროულად გერმანიაში არის ოჯახი, რომელმაც 2011 წლის პატიმრობის შემდეგ ჩემზე აიღო მერვეობა. მე დღემდე მკურნალობ სხვათა შორის, მე შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ემოციურობა ჩემიც, ფსიქიკური მდგომარეობა აშლილობის ფონი საკმაოდ მაღალი მქონდა, ზესიფხიზლე დამიდასტურდა მე ევროკავშირის წამების რეაბილიტაციის ფონდში IGCR-ში, რომელსაც მინდა დიდი მადლობა უთხრა, მკურნალობდი და იქ დადგენილი მქონდა წამლების კურსი მქონდა, რომელიც გერმანიაში შეძლეს და ექიმებმა უწამლოთ მიმკურნალეს, ნუ შესაბამისად მე შეიძლება ითქვას დღემდე გარკვეული ტრაუმები მაქვს, ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ მე არ მინდა რომ ჩემ თავზე ან ჩემ ოჯახის წევრებზე ვილაპარაკო, ვისაუბრო, თუმცა ძალიან ძიმე. ამის მერე მე ბევრი პრობლემა შემექონა, იგივე თქვა. პირადად ჩემი ძმა იმყოფებოდა ციხეში და ჩემი ძმას არაერთი ამის გამო პირდაპირ იქაც მუქარა იყო. შემდეგ იყო ის რომ ჩემი ოჯახის წევრი ერთ-ერთი დარჩენილი დედა, რომელიც ციხეში წასული იყო, რამის შესატანად შეურაცხყოფებს აყენებდნენ და მე თქვენ ხალბატონოთია დღეს მე ხა მიყურებ ძალიან ბევრი პატიმარი ეხლაც ალბათ ყოფილი პატიმარიც და თქვენ ვერ ნახავთ პატიმარს მიხეილ სააკაშვილის დროს, კონკრეტულად მიშა სააკაშვილის დროს პატიმარი, რომელიც ისურვებდა, არავის არ ქონა სურვილი იქ ციხეში მოეკითხა ხალბატონს, ოჯახის წევრს, დედას, დას ან მეუღლეს. ეს იყო საშინელი შეურაცხყოფა, მე პირადად ვარ მომსწრე 80 წლის ხალბატონს დაახლოებით როგორ დაემუქრენ, როგორ დასინეს და როგორ დაემუქრეს, როგორ გითხრათ, შემზარავია ეს ყველაფერი, არც ერთ პატიმარს არ უნდა და მათ შორის არ მინდა და არც მე. და ჩვენ ხვდებოდით ყველაფერს. რაც შეეხება ჩემ პირადად მოპყრობას, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ერთი მუხლი არის არაადამიანური მოპყრობა, წამების პირობებში ყოფნა. ხალბატონოთი ერთ კითხვას დავსვავ. კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს ეხება ყველაფერი. მე მის მიმართ არანაირი ემპათიური დამოკიდებულება არ მაქვს და არც მექნება არასოდეს და ამაში ალბათ ვერავინ ვერ გამამტყუნებს. მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, ხალბატონოთია, როდესაც შიმშილობა გამოცხადდა და დავიწყეთ შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ მომყოფეს მარტო საკანში, შემომიყვანეს პატიმრები სპეციალურად, რომ მე მოსლოდა მათ ამ ფსიქოლოგიური დაპირისპირება, მადლობა ღმერთს ეს ბიჭები გამოდგნენ ღირსეული ადამიანები, მაშინ ყველა პატიმარი იყო პოლიტპატიმარი, არ იყო პოლიტპატიმარი, საკმაოდ ღირსეული ადამიანები იყვნენ. არ მომსულია მათთან კონფლიქტი, მაგრამ სპეციალურად ხდებოდა ესეთი ამე, რომ მე მენახა ჭამის სცენა, რომ მე მეჭამა, საჭმელი მეჭამა. და მე ესეთი კითხვა მაქვს. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ციხის პირობებში ხდება ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილის მიშა სააკაშვილია, რომელმაც თანამედროვე საქართველო ააშენა, რომელმაც გზები, დენი, წყალი თუ რომე არ იყო, მოგცა ჩვენ მთელ საქართველოს. კითხვა მიჩნდება. მიშა სააკაშვილიც ასეთ ევროპულ სტანდარტებზე და დაწყებული ციხიდან გზები დამთავრებულდა ჩვენ ყოფაზე. მის ციხეში წყალით 3 დღე რატო უნდა შევწყდარიყო?
კითხვა მაქვს. თუ მიშა ამას აკეთებდა, აშენებდა და ციხეში ყველა პირობა იყო, პატიმრები და რატო უნდა შემწყდარიყო საკანში, მირაბ ჭიქაშვილის საკანში წყალე? მიზანი იყო ერთი. რომ მე შიმშილობა შემეწყვიტა და მეორე წამების თოლფას პირობები იყო საკუთარ ფეკალიებში რო გვაცხოვრებდნენ მე და დანარჩენ პატიმრებს. კი, ზუსტად პირველი საკანი იყო, ჩემი საკანი, საიდანაც წყალი იშვებოდა მთელ ფლიგელში. კამერა იყო იქ, ყველაფერი დაფიქსირებულია, ხო მოდი ის ადამიანი და წვითავდა. და რასე უნებოდნენ იცი დანარჩენ პატიმრებს წყალი როცა არ იყო, წყალი გამოუშვით. ღია სივრცეში კარცერის ტიპის არის ეს საკანი. თქვენ დაუსვით დაჩის კითხვა და კარცერის ტიპია. ეს კარცერია, ეს არ არის. ღია ტუალეტია, 8 კვადრატია, ნარზე ვიწექით. ადიელა არ მომწეს და როცა მესამე დღეს გონს მოვედი, ადიელა რო ვითხოვე ერთ-ერთი ადამიანი როცა შემოვიდა, რომელიც ეგრეთ წოდებული იმის სიმაღლე იყო, აი სადაც ეს სარკმელია, ხო? დაჭკის, სადაც გასტვიან. და რო კარები რო გაახო, დავიღრიალე ბოლოს, ხო? იმიტომ რომ ვხედავდი, ჩემ წინ იყო ადიელების სექცია. ჩემი საკანი იყო პირველი ნუმერაციით, თუმცა ბოლო იყო, ესე იწყებოდა საკნები და შემდეგ გზედებოდა. ვხედავდი, ადიელები ეწყო რა იქ, პატიმრების ეგრეთ წოდებული თარო იყო. და რო უთხარი, ადიელა მომაწოდე მეთქი. პირდაპირ მითხრა, ჩემი ის არ გინდაო? და ამიტომ აი ეს კითხვა სვავ, რატო უნდა შემწყდარიყო წყალე? აი მითხარით, რატო უნდა შემწყდარიყო წყალე? რატო რომ ჩვენ ქონოდა ის და საკუთარ ფეკალებში გვაცხოვრებდნენ. არანაირი ფანჯა, არანაირი გასეირნება, რომელ გასეირნებაზე ლაპარაკი. კოვზი არ მქონა სტრასბურგის განწყობილებაში, წერია ყველაფერი. საჭმელს რამას თქვათ, არ შემშილობდი, ხო? მეტი წილი შემშილობდი. იმიტომ რომ მე პირდაპირ კლინიკაში წავედი, რომ გამოვედი და მის კადრები არსებობს. თებს გაძლევენ 4 კაცზე გაძლევენ, ესე იგი ერთ ულუფალობიოს და კოვზი არ არის. ხელით უნდა ჭამო. მე არ ვჭამდი, კი ბატონო, სხვები ჭამდნენ, მაგრამ ეს ხო იყო ეს პირობები და ეს არის მისი ციხე და დღეს ის როგორც იგზის, სადაც ზის. დღეს ის როგორც იხდის საჯელს. მე მერაბ ჭიქაშვილი არა, თავი დაანებეთ მერაბ ჭიქაშვილს. ის დანარჩენი პატიმრები, რომლებიც თუნდაც მოიხადეს მისი ციხე, რომლებიც თუნდაც ეხლა ბევრი მიზეზის გარეშე რომ შეიძლება აღიარებს ზოგი და დანაშაულს ეხაც იხდის. ან და ზოგი რომელიც იქ არის ციხეში. ეხლა ეს პირობები თანაბარეასაც ის ამბობს და ის მკურნალობას გადის კალბატონო თეა და ის მკურნალობას კი არ უნდა გადიოდეს იქ და მიზანი ჩემი მოსulis და ვიცი თქვენი მიზანიც ეს არის და იმედია რომ ასე იქნება ის კი არ უნდა მკურნალობდეს იქ უნდა მკურნალობდეს კალბატონი მაკარატიანის მეუღლე რომელიც აქ ყვებოდა რასაც ყვებოდა და ის უნდა ციხიდან იხდიდეს ამ ფულს და იქ უნდა მკურნალობდეს ბექაური რომელსაც დღემდე თქვენ რომ ნახოთ ბექაური რა დღეშია დღემდე ბექაურს აპირო და სხვა დანარჩენი პატიმრები და ის უნდა იხდიდეს დედამისთან ერთად იქ კი არ უნდა იჯდეს იარამით ის უნდა იხდიდეს იმ ციხიდან და ჩვენ უნდა უყურებდეს როგორ მკურნალობენ სხვა პატიმრები რომელმაც ეს გაიარეს და რამდენი რამე ვერ ათქვეს და რამდენამეს ვერ ვამბობთ ხალბატონო თეა რომელ ღირსების შელახვაზეა ლაპარაკი რომ გადაწყვიტონ დიდი ბოდიში დააშარდონ თუ არ დააშარდონ პატიმარს გინდა ეხა ამას შევაწყვეტინო და იქ მე კი ქალაქი პატარაა და საერთოდ საქართველოს პატარაა და შეიძლება ბევრიმე მიცნობდა მანამდე როგორც თქვათ მსახიობს როგორც ახმოვანებდი წლების განმავლობაში და რამოდენიმეს რო არ ეთქვა რომ ბიჭო ამას ეგეთი რამე არ მოექცე მე მესმოდა ეს ხმები ამას იქაც მეგობრები ყავს და არ არის ეს კაცი ამას არ იმსახურებს რის გამო რომ შემეწყვიტა შიმშილობა მე გავსულიყავი გარეთ და აი კალბატონი თქვენ გაიხსენ დაჩემ გაიხსენა დეპუტატები რო შემოვიდნენ კალბატონი კერვალიშვილი ჩემს საკანში რო შემოვიდა სხირზე ხელი აიფარა ინსტინქტურად მოვიდა ეს და რამოდენიმე არ ვიცი კიდე იგი რამოდენიმე დეპუტატი სხირზე ხელი აიფარა და გავიდა 2 წუთში და მე შიმშილობა იცით როდი შევწყვიტე უკვე 12-ში პეტრე პავლოვობა იყო 15-ში გამოდიოდით ჩვენ 12-ში შევწყვიტე უწმინდესის თხოვნით და მეუფეები შემოვიდნენ უწმინდეს მაშინ ვერ მოვიდა და შემოგვიტანეს მაშინ საჭმელის და რაღაც სანოვაგი პეტროპავლოვობა იყო და მაშინ შევწყვიტე და მაშინ შემოყო მე ვერ დგებოდი ფეხზე მე უწმინდეს ან მეუფეს მაღალი იერარქიას ვერ შევხვდი როგორც საჭირო იყო და მე მაშინ შევწყვიტე შიმშილობა რაღა იყო 3 დღე მქონდა დარჩენილი თქვენ 60 დღე გქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა კი ბატონო ბატონი სოზარი მესმის ძალიან კარგად თქვენი ემოციები და შეუძლებელია ეს ემოცია ოდისმე განეოდეს. ამ ფოტოგრაფზე მინდა ვკითხოთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო, ხო? ხო, მე მგონი, დიახ. სახელი არ იცი. არ მახსოვს. აი თუ ჩავომეთროთ გავიხსენებ. ფოტოზე ეგრევე გეტყვით ვინ არის. არა, სად მუშაობდა უშუალოდ ანუ პიარის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, იმიტომ რომ ეს კაცი იყო ყველა სხვა აქციაზე, სხვა შორის მანამდე ჩვენ აქციებში რასაც ვიღებთ მონაწილეობა 2015 წელს იყო, ესახურებებზე ცნობილი კადრები იღებდა, მე აძლევდა. ეს იყო გამხდარი შავგრემანი ბიჭი. თუ არ ვცდები, ხო, მოკლედ მე ისიც ვიცი რომ უკრაინაში წავიდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა ეს ბიჭი. და იქიდან რაღაც სინანულის იმას აგზავნიდა. ერთი მომენტია, ქალბატონოთია თქვენ. სინანულის ვერ გავიგე. ეს ბიჭი, როგორც მე გავიგე სხვათა შორის, როცა ხელისუფლება შეიცვალა და მოვიდა ქართული ოცნება და ნუ გავიმარჯვეთ. ყველამ ერთად ეს ბიჭი მე მოვიკითხე მე სხვათა შორის. და მქონდა გარკვეულწილად ჩემ მეგობრებთან ანუ საუბარი რომ სად არის და როგორც ვიცი უკრაინაში გაიქცა. და სინანული რაში გამოიხატა? და სინანულს იქიდან გამოხატავდა ვითომ რაღაცებს უთვლიდა რომ მე მაშინ ნუ როგორც ყოველთვის ჩვევიათ ხოლმე მაგრამ არ ვიცი რამდენად ეს სწორია მისი სინანულია მაგრამ ეს ის ფოტოგრაფია რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლოს განსაკუთრებით ოპოზიციური აქციების ის რაც იყო სულ არბევდა მაშინ მახსოვს ჩვენ ლევან გაჩეჩილაძე და ეს როცა CSKO-სთან მივედით აი საშინელი არჩევნები რომ მიიღეს მაშინ რომ ვაპროტესტებდით მაშინაც იღებდა ანუ ეს კაცი ძალიან ცნობილი ფოტოგრაფია ყველა მიცის ახლა ვინც ჩემი მეგობრები არა მარტო არამედ სხვა ადამიანებიც იციან პიარი ისა პირველმა თუ ნახაო პირველმა თუ ნახა ამასე ხო ანახე პირველს ვინ იგულისხმება ალბათ სააკაშვილო ალბათ ვანო მერაბიშვილს ელაპარაკებოდა მე ესე დასკვნა გამოვიდა ეს ფოტოგრაფი ძალიან ახლოს იყო დათა ახალაიასთან ვინმე სხვას ელაპარაკებდეს ვერ ვიტყვი მე სიმართლე გითხრათ იმ აქციაზე ახალაიები არ დამინახავს დავინახე ონიანი სხვა შორის ონიანისთან დაკავშირებით ერთ ძალიან საინტერესო ну ეს გიორგი ონიანი რომელიც მე იყო დაკავებული მაგრამ ну არ ვიცი რამდენად დაკავების მერე საკრებულოს წევრიც იყო და ხო აი ამერად ეს არ ვიცი ის არის მაგრამ გიორგი ონიანი ძალიან ახლოს იცნობდა ჩვენთან ორგანიზაციაში იყო ერთ-ერთი წევრი და ლიდერი ლუკა წულაძეს მაინც ну სადღაც მე რო გავიგე ლაპარაკში მაინც იმედი ქონდა რომ ну ბოლოს ისე არ გაიმეტებდა ონიანი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო იქ ის დადიოდა და ის კადრებში ჩანს როგორ განაგებდა და იქ ყვიროდა რომ ბატონო დარბევის დროს და მე გავიგე რომ ლუკა წულაძე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნაცემი იყო და ანუ აი ამ ესე ანუ კაცს ესე იგი არ გაგაჩნდეს არანაირი ან ყოფილი თანაგუნდელის ან მეგობრის არ გაგაჩნდეს ყველა ვარიანტში არ უნდა მოხდა მაგრამ ლუკა წულაძე რომ ნახე კადრებში არის სხვა შორის სახით არ არის ლუკა და ჩანს ანუ რატო ვამბობ ამ ყველაფერს რომ საუბარი იმაზე რომ იქ რაიმე დანდობა იყო ეს იყო გარდაუვალი შეიძლება ბევრი აქცია გავიხსენოთ 26 მაისს დაწყებული 7 ნოემბრიდან დაწყებული ყველგან ვარ ნამყოფი მაგრამ ეს იყო სწორედ ის რომ აი ეს პირველი ალბათ სააკაშვილი ის ვანო მერაბიშვილი ის მაღალჩინოსნები რომ მე უტიაშვილი მე ეს უტიაშვილის განცხადებები რო ნახო თქვენ მე როგორ იქცეოდა უტიაშვილი აი უბრალოდ იცით რა არის მე არ მინდა რომ რაღაცნაირად გაქვთ ეს განცხადებები რადგან სტრასბურგში იყავით შეიძლება შეგროვებული გაქვთ ეს იცით რა არის ყველაფერი მასალა რაც მაქსიმალურად იყო შეგროვებული იმიტომ რომ სტრასბურგს გადაცემული აქვს სხვა შორის ძალიან კარგად იმუშავა მაშინ მასაიამ და ქალბატონ ნათია კაციტაძემ და ვიცი რომ ყველაფერი ანუ დაკითხვის ოქმები მე კიდე იქ ხო ბატონი დიმა ლოქიფანიძე მაშინ ოპოზიციური დეპუტატი იყო ესა უნდა ითქვას აუცილებლად ბატონი დიმა ლოქიფანიძე შემოდიოდა ჩვენთან ციხეში ციხეში მას ჰქონდა მაშინ უფლება მე მგონი დღეს არ აქვს დეპუტატებს ეგ უფლება პირიქით ალბათ შეიზღუდეთ მაშინ ჰქონდა უფლება და გამოიყენებდა ამას და ბატონი დიმიტრი მოდიოდა ხოლმე ღამის საათებში და მე მელაპარაკებოდა არ მახსოვს შეიძლება დაჩის არა მაგრამ მე უნდა ითქვას ეს რომ ბატონი დიმა მელაპარაკებოდა და მას გამოვყავდით მდგომარეობიდან იმიტომ რომ მე გარკვეულ ბოლოს შემშლობის პერიოდში სუდად ხვდებოდი ხშირად ანუ ჩემზე ის რომ სხვა შორის მახსოვს ჩემ კამერის კარებთან განსაკუთრებული ყურადღება იყო რომ ჭიქაშვილი არ მოგიკვდეთ მე ვერ არ მქონა ინფორმაცია მაშინ სხვა დანარჩენ პატიმრებთან რატო არ იყო ესე ვიჩემზე იყო რომ არ მოგიკვდე მე გავიგე მე რომ თურმე მე ყველაზე მეტი გამომივიდა ეს შიმშილობა და ყველაზე ცუდ მე ვიყავ იმიტომ რომ მე ფაქტიურად 14 დღის განმავლობაში ვიშიმშილე და დასკვნებში წერია მე დამედგინდა უმძიმესი დიაგნოზი შიდა მოწამვლა იმიტომ რომ აპატიეთ მაგრამ მე ფაქტიურად მეწყებოდა ღებინება და ის ღებინებაც იყო უკვე რაღაც ისეთი ნივთიერება ამქონა რაც სხვა შორის წერია შემოსულ ექიმებში და რატომ მოხდა იცით ხალბატონოთია თქვენ დაჩის კითხეთ თუ არ ვცდები რატო შემოვიდნენ რა გაგიკვირდებათ ხო რატო გადაწყვიტეს შემოსვლა დეპუტატებმა მაშინ სააკაშვილმა
იმდენად რეზონანსული საქმე იყო და მე მგონი ბატონი სოზარი სუბარის რო გავიდა ბატონი სოზარი და აქ არის და მედია არც ვიტყვით თუ ან თუ მე სხვანაირად მომეჩვენა თქვას მწვავე რეაქცია ქონა და მან ბატონმა სოზარმა მოყვა მართლა და ეს ჯაჭვების ცემა და ეს სიკვდილამდე მიყვანა ანუ სააკაშვილამდე მივიდა რომ ეს მართლა ესე მოხდა მაგას არც არავინ არ უარყოფდა ის გადარჩენილი მასალა რაც იყო და სხვა შორის სააკაშვილმა რაქნა მაშინელი პრესა რატო არ მოვიდა შეგნებულად გააფრთხილეს რომ არ მოსულიყვნენ გამოვიდნენ დღეს ეს ვაშკაცი ქალბატონები და ბატონები ჟურნალისტები და ოპერატორები ერთი სიმართლე მაინც თქვენ უბრალოდ თქვენ რომ კი ჩვენი კარგა გვიშვეს რატო რო არ გადაეღოთ რაც ხდებოდა იქ რა არ გადაეღოთ ქალბატონოთია მიდიორისებ თავში ეს იყო ზემშვიდობიანი აქცია და ბატონის ოზარის უკვე დასკვნის შემდეგ რომ გავიდა და თქვა ბატონმა სააკაშვილმა მოიფიქრა ასეთი რაღაც მე მაშინ ჩვენმა ადვოკატმა გამარკვია ეკაფოფხაცამ რომ თურმე სააკაშვილს უთქვამს რომ წადით შექმნით კომისია და წადით რა მართლა მოინახულეთ განა რა ხდება ასეთი ამ პატიმრებთან და შედიოდა ამ იმაში რა ქვია ქალბატონი კერვალიშვილი ქალბატონი ეკა ხერხეულიძე და მე მგონი სხვა არ მახსოვს და მე მგონი ბატონი დიმიტრი შედიოდა მაგრამ ბატონი დიმიტრი მალთ არ შედიოდა აქვე უნდა ითქოს ერთი რამ რომ მე დიდი ხნის მეგობარი ვარ ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს მე მოგიყვებით ჩემ ეპიზოდს მასთან დაკავშირებით და საზოგადოება გვიყურებს ისიც გვიყურებს დღეს და ჩვენ ყველა გვიყურებს დღეს მე ვარ მესი ნათელ მირონი მისი შვილის ნათელია ვარ ჩვენ გვერდიგვერდ გავიზარდეთ ერთად ყოველგვარად განსხვავებული იდეოლოგიურად თავიდან კი ქალბატონი ეკა შემოვიდა იქ და მან თქვა ასეთი რაღაცა ქალბატონმა იმანაც რომ სააკაშვილმა შემთავაზობთ ასეთ რაღაცას მეგობრობის თუ შერიგების აქტი მოაწერე ხელი შენო მოაწერეო ხელიო და თქვენ გადიხართ აქედან ადვოკატმა ანუ მე მაშინ დავფიქრე და მე ვკითხე სხვა დეშერის ეკას რომ ეკა მეთქი ეს ჩემთან მოხვედით პირველი არა სხვაების თანახმარიანო შენ მოაწერეო ანუ მე მივხვდი რომ ეკა არ უნდოდა მაინც ტყუილის თქმა მივხვდი რომ არავის არ ქონდა ანუ პირველი შემოვიდნენ ჩემთან შეიძლება რაღაც მომენტში თქვა რომ ან სიტყვა აიღო რომ აი მე რავს ვიცი რომ ყველა მიცის ეგ სააკაშვილის ნახევარი მართლობიდან ჩვენ მე ისეთ უბანში გავიზარდეთ და ისქენ რომ მათ შორის იქიდან ბევრი ვინც ასე იქცეოდა შეიძლება მე მიცნობდა კიდევაც და მეგობრებიც ვართ უბრინდან და ასე შემდეგ მაგრამ და მე ვთხარი რა არის მეთქი ეს არა ასეთ იმას გთავაზობთო რომ მეგობრობის აქტიო და შერიგების აქტიო და მივხვდი რომ ესეთი რამე არ არსებობს იურისპრუდენციაში ადმინისტრაციულად ნიშნულ ადამიანს ანუ არანაირი შეწყალება არ არსებობს რა პრეზიდენტ ნუ მივხვდი რომ ეს იყო ალბათ არ ვიცი მოდი და ჩავთვალოთ რომ ცდელობა იყო რომ ჩვენი კალყოფილიყავით ეხლა რო გითხრათ რომ იმედი გამიშთა არანაირი იმედი ზუსტად ვიცი არც დაჩი მოაწერდა მაგას ხელს არც მიშა მოაწერდა მაგას ხელს არც გიორგი საბანაძე მოაწერდა ხელს და არც ჩიტარიშვილი მით უმეტეს როცა მე და ჩიტარას უფრო ქონა ერთმანეთთან ურთიერთობა იმიტომ რომ რაღაც წამების და არა ადამიანური მოპყრობა რო იყო ნუ ერთმანეთს ვამხნევებით აქედან გვერდიდან იმიტომ რომ ჩიტარას სტუდენტი იყო მაშინ აგზელებდა და რაღაცა ძალიან ცოტა ღირსების შემლახვა რაღაცები ხდებოდა ჩვენს მევართ აი ესეთ ამიტომ მოხდნენ ისინი და კერვალიშვილი რომ შემოვიდა ჩემთან ავტომატურად ხელი აიფარა რატო აიფარა მის აშენებულ კაი ციხეში და სისტემაში ხელი ქალბატონმა რუსუდანმა მე მას კი გადახდა ბევრი რაღაც მაგრამ რატო აი რა როგორ არ არის განსხვავება მაშინდელ ჩემ სასამართლოს შორის და დღევანდელ სასამართლოს შორის აქვე დავძენ რომ ქალბატონი რუსუდანი უკვე ჩემი მინისტრობის დროს ჩაჯდა ციხეში ჩემამდე ჩაჯდა ციხეში და ჩემ მინისტრობის დროს იხდიდა სასჯელს და მას არ უწევდა მის საკანში ცხვირზე ხელის მოკიდება და იყო ღირსების შესაბამის პირობებში გასაგებია ბატონი სოზარი გააგრძელებს კითხვების დასმას შემდეგ წევრებს ვთხოვთ თუ აქვთ კითხვები მოიმარჯვონ და სხდომა მალევე უნდა დავხუროთ ეხლა თქვენ რაც ავწერეთ ეს დერეფანი, სადაც ადამიანებს უსასტიკესად სცემდნენ. აი ეს რო წარმოვიდგინოთ სამმართველოს წინ ხიდზე იწყებოდაო თქვენ თქვით, შემდეგ ქუჩა და შემდეგ კიბეებამდე ადგილი, ეს მინიმუმ 50 მეტრი იქნება. კიბეებიც ის კიბეები საკმაოდ მაღალია დაახლოებით სართულნახევარი 2 სართულის ხელა, ესე პირდაპირი და შემდეგ დერეფანში გრძელდებოდა, აი წარმოუდგენელი არის ამ დერეფნის გავლა მართლა ესე რომ ფეხზე ადგე, როცა ამდენი ადამიანი გამეტებით სცემს. ამიტომაც ბუნებრივია შეიძლება ვერ შეგინიშნათ ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ თანამდებობის პირები, თუმცა ბატონ დაგურიამ დაასახელა რამდენიმე ეს იყო ქალბატონი ზღულაძე, ბატონი შოთა უტიაშვილი, გია ლორთქიფ
კიფანიძე, ზღულაძე და ლორდ კიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები. თქვენ შენიშნეთ თუ არ შეგინიშნეთ ეს? მე გეტყვით რომ მე მგონი ლორდ კიფანიძეა, ეხა კადრები არის, სხვა შორის კადრები შემორჩენილი არის ვიდეო. ლორდ კიფანიძეა და კიდე ერთი მოადგილე ყავდა, მას არ მინდა შევცდე სახელში და გვარში. მას ყავდა, არ ვიცი, მესხელი, არ ვიცი, არ მინდა შევცდე. იყო ასევე რამოდენიმე მე არ მახსოვს ქალბატონი ზღულაძე და არ გაგიკვირდეთ რომ არ მახსოვდეს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც განსაკუთრებულად გვექცეოდნენ, იმიტომ რომ იქ ისეთი ის იყო და მაღალჩინოსნები დეპარტამენტის უფროსები გითხარით ეს ყველანი იყვნენ, მაგრამ მე სასამართლოს ეზოში, სააპელაციო ეზოში დამიწყეს პირველი გასწორება და უკვე კორიდორში ჩამაყენეს, უკვე სადაც აი ეგრეთ წოდებული გამორჩეული იყო და იქ უკვე გვერდზე ირგვლივ ხალხი ადამიანები იყარენ, კიდე დღემდე გარბოდნენ და ნუ ეს ხდებოდა, მაგრამ რაც ყველაზე აი ეს კიბეები სხვათა შორის, გიორგი ბექაურს ის კიბეები კი არა თავის რტყმევით აათრიეს და ფეხებზე ჯაჭვი ქონა მობმული თუ ხელებზე გიორგი ბექაურს და გიორგი ბექაურს მე ეს ხმა მახსოვს რომ მას ეუბნებოდნენ რომ რატომ ის მაისური ეცვა როდესაც ფოიეში დავყარეს გიორგი ბექაურის ხმა მესმოდა რომ რატო გაიხადე მაისური და ჩაათრიეს გიორგი ბექაური ქვემოთ და რატომ ის მაისური გახადეს ტუალეტში ჩაუგდეს ეგრეთ წოდებულ თურქულ ბიდეში ამოუღეს უკან თავი და უთხრეს ჩაიცვიო და რატომი და მას მერაბჭიქაშვილი ანუ აი ესე კონკრეტულად ჩვენი სახელები და ასე უსწორდებოდნენ და აი კიბეები ეგსე იყო რაც შეეხება თანამდებობის პირებს აი გენამანმა გეგეჭკორი რომ და ეს მისი რაზმით რომ ის განაგებდა ბევრ ამას და ონიათთან ერთად იყო სხვათა შორის კავშირში რომ ეს უნდა მომკვდარიყო საბოლოოდ უნდა გავენადგურებინეთ ჩვენ საბოლოოდ რომ აი ხა ნახეთ და ეხაც კიდე იტყვით რამეს და ну დანარჩენი პატიმრობა იყო სუღირსები შელახვა დანარჩენი პატიმრობა იყო არ ვიცი მე იქ იყო დაცინვა ანდა კითხვა ხო გაგიშდებათ რატო უნდა გაიყვანა ჩვეულებრივი რიგით პატიმარი რატო უნდა მოხვდარიყავ მე ვალერი კაკაურიძის კაბინეტში აი რატო უნდა მოხვდე მე უფროსის კაბინეტში რატო უნდა გავყავდეთ ხო არსებობს კამერები არა თქვა მერაბჭიქაშვილმა მე ავიღე ნამოსზე ხელი და ეხა გმირობა მინდა სულაც არ ვაპირებ გმირობას და არ უყვები მესამეც უყვები მარტო მაგრამ რატო უნდა აღმოჩენილიყავი მე რატო ვალერი კაკაურიძის კაბინეტში რა მიდო და რის გამო მიბარებდნენ იქ ან რატო უნდა მოსულიყო ღამე გათავისუფლების წინ რატო უნდა მოსულიყო ვალერი კაკაურიძე ჩემ საკანში გაეღო კარები გავეყვანე მე და რაღაცა ეკითხა ან ეთხოვა და თქვენ იცით რა თქმა უნდა იყო ეს მთელი პატიმრობის განმავლობაში მე არ ვიცი არ მინახავს არ გამიგია საერთოდ თუ არსებობდა დასაბანი ზონა ეგრეთ წოდებული დუში ის კი არა მეტი წყალი არ ქონა ჩვენ ხო გითხარით და გასვლის წინ ღამის 12-ის ნახევარია დაახლოებით იმიტომ რომ იქ საათი დღე ღამე არის მაგრამ ხვდები ჩვენ როგორ ხვდებოდით საათს რეჟიმი რო იცვლებოდა დილით 9 საათზე შემოწმება იყო შემოვიდოდნენ საკნებში და საღამოს 9 საათზე რაღაც ამდაგვარი იყო რა ამით ხვდებოდით დროს მაგრამ ღამის 12-ის ნახევარი იყო დაახლოებით გავყავარ ვალერი კაკაურიძეს კამერის კარები იღება აქ ეს კამერა მახსოვს იმიტომ რომ ამას ვაფიქსირებდი სულ ნუ სადღაც მაინც ფიქრობდი რომ რამე ყოფილიყო მასალად და ვალერი კაკაურიძე იცით რას მეუნება თხოვნით მეუნება მერაბო მითხრა გთხოვო მიდივე ხაო და დაიბანეო რა დაიბანეო ხოლო გადიხარო ყველაფერი არისო შამპუნი არისო ყველაფერი არის დაიბანეო დადიო გაგიყვანო ეხაო და დუში მიიღეო მეუბნება ბოლო დღე არის ანუ მეორე დილით გავდივარ და დუში მიიღეო მეუბნება და მე უთხარი რომ გამორიცხულია ეს გავაკეთო არ ცხონია მე ვთხარ ეხლა მეუბნები რომ დუშია და მეცაც გეტყვით მე 60 დღეს მე ეკა ხერხეულიძეს მე ვთხოვე ეკა მითხრა რომ რამე ხო არ გინდა ნუ ხა მოდით რა ეხა პირდაპირ თქვათ რა ბუნებრივია რაღაცა და მე რა უნდა არაფერი არ მინდა მეთქი ეკა მე ვთხარი ერთ-ერთი კბილის პასტა არ ამაქვს მეთქი ხო სხვა შე ზუსტად კერვალიშვილთან იყო კიდე ასეთი თხოვნა და ნუ ეკას ვთქარ რომ ეკა მეთქი არაფერი არ მინდა მეთქი რა კბილის პასტა არ ამაქვს მეთქი და კბილის პასტა და ჩოთქი მიგზავნიანო ვიცი და არ შემომდის არაფერი არ შემომდის რით დამთავრდა ეს თხოვნა და შემისრულა მითხრა ადგა უთხრა რომ მეუტანეთ ამას მოუტანეთო რა მერაბსო
ჭკვილიშოთ კი არა აქვს და მე გავიგე რომ თურმე მართლა მე არ მქონია, იმიტომ რომ სხვას გავიგე რომ წიგნის ქონია, პასტა და ფურცელიც ქონდათ. მე არ მქონდა მარტო ერთი. და ერთი რასაც მე ველოდი რომ ვიცოდი რომ დათო ფაცაციას პირადი ის არის ხა ვამბობ არ ვიცი დათო არ გამენაცხენდება. დათო ფაცაცია რომ დააკავეს ვიცოდი რომ დათო ლინზების გარეშე მას მხედველობა აქვს შეიძლება ითქვას 0-20% აქვს მხედველობა. და ვიცოდი რომ დათოს ლინზები ჩამოორტეს, იმიტომ რომ დედამ როცა გამოვიდა ეგრეთ წოდებული ლინზები თავისი ლინზებისიც მოგვაწოდეს. და ვიცოდი დათო იქნებოდა უმძიმე ფაქტურად უსიათოდ დატოვეს. და ასევე გიორგი საბანაძეს ცხვირში რომ არ ჩაესხა ეგრეთ წოდებული სპეციალური ის უმძიმესი ქრონიკული დაავადება აქვს ცხვირში, ანუ შეიძლება გულის შეტევით მოკდეს. და ვიცოდი ეს მესმოდა რომ მას ბოლოს რომ მოითხოვა ეს მისცეს და მაგრამ უდებდნენ გიორგის და დათოსაც რომ გამოყავდათ ხო რაღაც მერე აძლევდნენ ამ ლინზებს, იმიტომ რომ დათო რაღაც პერიოდში მე მასთან არ მქონა კონტაქტი, უბრალოდ ხმას ვასწრებდი რომ ვიცი რომ ძლივს დადიოდა და გიორგის ხედავდი რომ აი ჩამასხმევინე რა ეუნებოდა და ნუ ასხავდა და მე გაირკვა რომ თურმე არაფერი კბილის პასტა და ჯაგრისი მინდა მეთქეს მომიტანა იმ საღამოსვე უფროსი თუ ვინც იყო არ ვიცი და მომიტანა და გაინტერესებს სიმართლე ღამე რომ დავინახე კბილის პასტა და ეს ჩოთხი სხვასაც არ ქონა გაბატონოთია ჩემ გამო ჩემ საკანში ვის ხდებოდა ნარუშილოვკა ერქვა სხვასაც არაფერი არ ქონდა ის წიგნი რაც სხვას ქონდა სხვა პატიმარს იმიტომ რომ საჭმელს კი აღგზავნიდნენ იმათ იმიტომ რომ მე გავეტეხე შიმშილის გამო თორე სხვას არაფერს არ აღგზავნიდნენ ყველა პატიმრები რომ შემოდიოდნენ მეუბნებოდნენ აუ ნარუშილოვკაში გავომიშო შეთან მოვხდიო და მეორე დილით შემოწმება რომ შემოვიდა საფნის ქვეშ დავდნენ მაპატიეთ ბალიში ადიელა მქონა გაკეთებული ერთი ბალიშად და მეორე ადიელა რომელიც წამართვეს მერე სულ ერთი ადიელა დამიტოვეს მე თორე ძილს მეპირა იმიტომ რომ ეს ისეთი ის არის რა მაინც ხის არის რა მკვდარი ხის ის არის და მაინც იქ დავდე გავიფიქრე რომ მეთქი რაღაცა და შემოწმება რომ დაიწყეს რომ გადააზრეს ეს ამას აქ რა უნდაო და წამართო ანუ უკან გაიტარეს და რაც ეხება რუსლან გევროვილიჩს თხოვეს გაზეთები არ ვიცი რომელმა ითხოვა გაზეთები არა გვაქვს ვერ ვეცნობით პრესას და რუსლან გევროვილიჩმა სასწრაფოდ მოუტანეთ გაზეთებიო როგორ არა აქვს ვალერი კაკაურიძე დადგა იქ სხვა შორის ეკა ხერხეულიძემაც რა არის გაზეთები რა არისო შემოუტანეთ ასე შემდეგ და ნუ ვიცით რომ დილიდან გაზეთი იქნება ნუ ქაბატონოთია ბორჯომის ან რაღაცა ნაბეღლავის ბოთლებს ზეპირად ვიცოდი, ანუ იცით ხო, პროფესიით მსახიობიო რო ახმოვანებ და რაღაცა მეტყველების სავარჯიშოებს გავდიოდი, იმიტომ რომ მარტო საკანში რომ ამებს თელი მონაცემები ვიცოდი რა შემადგენლობა. ამას კითხულობდი, განლაპარაკებიც რო არ მყავდა. და ბოლოს მეთქი გაზეთი თუ შემოვა და არ იყო ეს გაზეთი და ერთ-ერთ გაყვანას როცა გამიყვანეს ბატონი ვალერი კაკაურიძის საკანში, ის გაზეთები დავინახე ეწყო იქ. პაჩკებად. კაბინეტში ეწყო. არაადამიანობის და არაადამიანების და არაკაცების ფონზე არ შემიძლია მადლობა არ უთხრა იმ პოლიციელს, რომელიც ქალბატონ ანა გოჩაშვილს გადაეფარდა და უბრალოდ კიდე ერთი დასტური, რომელსაც მართლა გმირობა ჩაიდინა, ისე როგორც ძალიან ბევრმა პოლიციელმა ჩაიდინა გმირობა, აი ბატონი თენგიზი ყველაზე მეტად არის ამისი მოწმე 9 აპრილს, როდესაც რუსეთის უსასტიკესი სპეცრაზმისგან იცავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, ბავშვებს, ქალებს და მადლობა თითოეულ ესეთ პოლიციელს ამის გამო. უბრალოდ კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს. შეიძლება რაღაც გაგებით ძალიან ესეთი არარელევანტური შედარებაც იყოს, მაგრამ აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ აქციების დროს ჩვენ ნახეთ არაერთი ფაქტი, როდესაც ხდება თავდასხმა პარლამენტზე და შტურმი, თავდასხმა პოლიციელებზე. ნახეთ მოლოტოვის კოქტეილებს როგორ ესვრიან პოლიციელებს, ნახეთ ამოტრიალებული და ცეცხლწაკიდებული პოლიციის მანქანები, ნახეთ ცეცხლწაკიდებული პარლამენტის შენობა, ნახეთ როგორ ამტვრევენ შეგნებულად პარლამენტის მინებს და ერთ-ერთ ასეც ყვებოდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომ ერთ-ერთ ყვებოდა რომ ჩემი კაბინეტი გვერდით ქუჩაზე პირველ სკოლას შორის რა ქვია ქუჩას დამოვიზდა პირველ სკოლასა და პარლამენტს შორის რომ აიარეს და ყველა ფანჯრა ჩაამთვრიეს დემონსტრანტების რაღაცა წმა ქოითობისას აღმოჩნდა რომ ეს ამ ერთი თანამშრომლის მინა იყო ჩაუტეხელი და ჩაამთვრიეს ეს მინა ნახეთ პირდაპირ ეთერში გადიოდა კადრები როგორ ანჯღრევდნენ პარლამენტის კარებს და ცდილობდნენ დაემტვრიათ როგორ უბრახუნებდნენ საათობით იქ წინ აღმართულ რაღაცა ზღუდეებს დამცავ ზღუდეებს და აი უბრალოდ ამ ფონზე ეგეთი კითხვა მაქვს რომ თქვენ თქვით რომ თქვენ გააპროტესტეთ რომ შემოვიდა პარლამენტში ან შემოიპარა
მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. შემოპარვა რა თქონდა, ჰქონდა მას უფლება, რომ შემოსულიყო თქვენ, კი ბატონო, ამის ხელისშეშლის უფლება არავის არ ჰქონდა. თქვენ გააპროტესტეთ, ხო? ამ შემთხვევაში ხელისუფლებას გამოეყენებინა ძალა, რა თქმა უნდა, შეიძლება კანონიერიც იყოს, თუ თქვენ ფიზიკურად ხელს უშლიდით შესვლას და რაში გამოიხატებოდა თქვენი ეს ხელის შეშლა. წინ გადაეღობეთ, კარებს აბრახუნებდით, კარებზე ცდილობდით შამტრობას, როგორც ეს ამ 2 წლის განმავლობაში არაერთხელ ნახეთ, თუ თქვათ რაღაც პლაკატები გეჭირათ, ყვიროდით, აი, იმიტომ რომ ერთი ლეგიტიმურია, მეორე ნაკლებად. ბატონო სუზარ, გარდა იმისა, რომ არც ერთს ჩვენ თავში არ მოგვსვლია აზრად. დაახლოებით 2006 წლიდან ვარ აქტიურად ვაპროტესტებთ და ვართ ქუჩაში იმ სრულობებიდან დაწყებული დამთავრებული. არც ერთს არ მოგვსვლია აზრად ასეთი რამ და მეტიც. კონკრეტულად პარლამენტის შენობასთან სულ ეს გაგვეფიქრებინა, შენობამდე ვინ მიგვიშვა? შენობამდე ვინ მიგვიშვა? შენობამდე კი არა, მანქანამდე ვინ მიგვიშვა? პროტესტის ერთ-ერთი ფორმა ხო შეიძლება იყოს, აი ხა რო ხედავ რა რო კეტავენ ხოლმე ქუჩებს, ან რამდენი არიან, ან რა არის, ხო, ადეკვატურობა, კი ბატონო. პროტესტის ფორმა, მანქანას რომ წინ გადავდგომოდიც კიდევაც. ხო უნდა ყოფილიყო ფიზიკურად ვინ მიგვიშვებდა, წარმოუდგენელია ასეთი რამ მაშინ იმეს გაეკეთებინა. ან წარმოუდგენელია, ბატონო სოზარ, მაშინდელ მედიას ეს არ დაეფიქსირებინა. ისინი რომლებიც იგონებდნენ და გამოგონებული ბრალდებები ჰქონდათ. როგორ ფიქრობთ ეხა არ იქნებოდა რომელიმე წარდგენილი ფაქტი ან ვიდეო მასალა რომ ჩვენ თქვათ ან იმ ღობეზე ავძორით ან მოლოტოვის კოქტეილი ვიფიქრეთ, გაფიქრებაც კი რთული იყო. გარდა ამისა ჩვენ პასუხისმგებლობა ჰქონდა ამაზე, ამას არც გავიფიქრეთ არც ერთი. საკმაოდ ბევრი ვიყავით. იმ რიცხვი იმ ადამიანებში, რომელსაც გამოცდილება ჰქონდა პროტესტის და ლიტერატურასაც ვეცნობოდით, მასალასაც ვეცნობოდით და ვიცოდით მაშინდელი თქვათ, იგივე თქვათ პოლონეთის მაგალითი, მაშინდელი სხვა ქვეყნების მაგალითი, როგორ მოხდა საერთოდ, როგორ დაიწყო ეს მიწისქვეშა მოძრაობები იქნება თუ ასე შემდეგ. ჩვენ ყველა აქციაში, ყველა პროტესტში, მათ შორის დაჩემ გაიხსენა რესტორანში რომ მივედით. როცა ბატონი იქ იყო და ხარამხანა ჰქონდა გახსნილი. გაიხსენეთ მაშინ რამე რო ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ? ქუჩის მეორე მხარეს, რომელსაც არ მივეცით საშუალება. ასევე იყო მარჯანოვის ისტორია, მარჯანიშვილის, რა ქვია, მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე, როცა რესტორანში იყო. ჩვენ მას პროტესტი მოუწყეთ, მის ექსკორს, მის მანქანას. ვაპროტესტებდით ასე. უამრავი, ასევე სხვა ადამიანები სადაც იყვნენ. როგორ ფიქრობთ, ეს რო ყოფილიყო? კანონს მიიღებდნენ 25 მეტრიდან დაშორებით უნდა იჯდეთო და ჩვენ ხო ეს ყველაფერი გვახსოვს. მე ხო გვახსოვს ჩვენ პროცესები რომ კანონი მიიღეს რომ შენობას მოშორდით 25 მეტრითო და ამაზე არც ერთმა ევროპელმა ხმა არ მოიღო. არც ერთმა არავინ 20 მეტრი იყო. ხო 20 მეტრი. არავინ ხმა არ მოიღო. არ თქვა რომ რას აკეთებ? ეს არის ევროპული სტატისტიკა ეს არის? არავინ ხმა არ მოიღო. არაფერზე და მაგრამ რომ დომოდა ვერ გავაკეთებთ ამას ფიზიკურად და კიდე ერთიც დღეს ყველაზე დიდი დანაშაული საიდანაც მოდის და მოედინება. ეს მისი პროპაგანდისტული მანქანაა დარჩენილი. აქ დასაჯელი არის არამხოლოდ აი როგორ თქვა სააკაშვილი მისი ამ გადაწყვეტილებებით, მისი სურვილებით, სააკაშვილი უყურებდა ამ ყველაფერს. აი სხვას ანუ კარგით, მაშინ პირველი ვინ იყო? ან ვინ იყო მეორე, თუნდაც მესამე ყოფილიყო. ეს ხო მისი შეკვეთა იყო, რომ და ეს რამდენი აქვს ასეთი ნანახი. რამდენს უყურებდა ის ხომ ამიტყობას იღებდა სიამოვნებას და პროპაგანდა იარაღი მანქანა რა ქონდა მაშინ მედია რომელიც რას აკეთებს ახლა მაშინდელი რო ყოფილიყო როგორ ფიქრობთ არ გააკეთებდა დღეს უზარმაზარი წნეხია რასაც ახლა ისინი აკეთებენ აღარ ვამბობ არაფერს კი ბატონო თქვენზე თქვათ რაც არ უნდა ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე მაგრამ სხვა ადამიანებს ოჯახის წევრებს იგივეს არ აკეთებენ ცილს არ წამებენ სახლებში არ უარდებიან ახლა ჩვენი ოჯახის წევრებს მეგობრებს არ ამბობენ რომ რაღაცა თქვათ ისინი არიან რა ქვია მკვლელები არიან აგენტები არიან და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ბმაშია ერთმანეთთან მისი არის სწორედ ის არის ჩემს მერე შეიძლება ბატონო სოზარ გამოვიდეს ახლა ბატონი სააკაშვილი რომელიც სრულიად სარგებლობს სასამართლოს თავისუფალი იმით რა ქვია უფლებით რომელიც სრულიად სარგებლობს მედიის უფლებით სად იყო მაშინ მედია ოცნება არ შეცვალეთ თქვენ არ მიიღეთ კანონი როცა ბატონი ბიძინეევაშვილი მოვიდა მე დიდი რამბის გამო კი არ ვამბობ ამას არავითარ შემთხვევაში არც ერთი სიტყვა მე რამდენჯერ ბიძინეევაშვილს შევხვდი იმის მერე რაც თქვა ქონდა ჩვენ შეხება იგივე თქვა იქნებოდა ხელისუფლება არ მithქვამს არაფერი პირადად ჩემზე მაგრამ არ შეიძლება ეს არ ითქვას რომ ვინ დაუშვა მედია
ბაჩო ახლა ეს პროცესებზე მეტი არესტრებოდა, ვინ დაუშვა სასამართლოში მეტია. ჩვენ ადვოკატის გარეშე ხო ვიყავით ეგ ერთი. ფურცელი რომ ამომეყო ამ პასტა, ჩემ ადვოკატს, რომელიც შემოაღწევდა, აჭმევდნენ ამას. სტრასბურგის გადაწყვეტილებების ჭამა მიდიოდა ციხეებში. ყველაზე მეტი ჩემს მიმართ რატო იყო ეს, რა ქვია, მოსპობა მორალურად, მეტი რაღა უნდა ვეცემე, თქვა, ფიზიკურად ციხეში, რაღა უნდა ვეცემე, ხო, აღიარებული პოლიპატიმარი როცა ხარ და კი, რაც არ უნდა იყოს ავათუცუდად გამოდიოდა. იმიტომ რომ მე შემეცვალა ეს, შემეწყვიტა შიმშილობა და შემეცვალა ეს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მომივიდა საკანში მიიღო, მე გამოუგზავნე ქალბატონ თიას და თქვენ სამდინოს. ნახეთ, 1 საათში მიიღო სააპელაციო სასამართლოს ძალაში დატოვა. სად იყო რომელიც სასამართლოს უფლები დღეს ეს კაცი გამოვა ჩემს მერე და იტყვის დაიწყებს თელ ამბებს და მოყვება თელ ამბებს ეს კაცი დღეს იტყვის რომ მომეცით უფლება შვილი ვნახო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მისნაერ პრეზიდენტს სამწუხაროდ იმედი ქონდა სააკაშვილმა როგორ მიმართა გახსოვთ იმიდან სამანტყოფოდან მიმართა რომ სალომე ზურაბიშვილი შეუძლია დღეს დაუბრუნოს ჩემს შვილს მამა დაუბრუნოს ჩემს სოლს მეუღლე სხვა შვილებს და მეგობრებს და მეუღლებს ვის თვითონ წაართვა ვინ დაუბრუნა ან ვინ დაუბრუნებდა ისეთებს ვკითხოთ სხვა დანარჩენებს ჭირდება ჩემი ფსიქიკის ადამიანი დღეს ჭირდება ბატონო მერაბ უბრალოდ ის არ კიდე რაღაც რამდენიმე კითხვა მაქვს და აი ქალბატონმა თეამი კითხა წეღანდე გავემეორებ წეღან კითხა დაჩის რომელიც 34 ჯერ იყო დაკავებული თქვენ 11 ჯერ ამ 11-დან ერთი მაინც იყო როცა არ გცემეს არა დანარჩენი იყო ადგილზე რაც გითხარით გეგეჭკორი მოდიოდა პირადად არ ვიცი ჩემზე რატო ქონდა ეს ის გეგეჭკორს და მის მოადგილეს არ ვიცი აი ეს რას ნიშნავს კი ვიცი პირდაპირ ეთერში ვარ მაპატიეს ხოლმე მაგრამ არ ვიცი ჩვენი წაყვანა ხდებოდა ხოლმე ხან ესე გვატარებდნენ და ეგრეთ წოდებულ აეროპორტის დიდ შენობაში წაგვიყვანდნენ ხოლმე მე ალბათ რომ დაფასუნდებოდნენ თვითონაც რომ გაიგებდნენ რომ ეხა ვინც უშვებთ ციხეში თუ არ უშვებთ ნუ მე იქ მოდიოდნენ, იქ შურს იძიებდნენ და მე გუშვებდნენ სასამართლოებში. ნუ კაპეზეში ზოგს ხანდახან მეორე დღეს 4 დღე გუშვებდნენ. მოდიოდა კარებს აღებდა. ანუ ერთ-ერთ დაკავებაზე ჩემთან ერთად იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ეპილეფსიის შეტევა დაეწყო მართლა. ერთად დაგვიჭირეს ჩვენ ტევ პირველ არხზე ქონდა აქცია, მაშინ მოვაწყეთ აქცია და ეს არის ეს კადრებიც არსებობს. და დამაკავეს მაშინ მე და ჩემ თანამონაწილესთან ერთად. ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც და გადმოგვაგდეს და რომ დაეწყო ამას შეტევა ლაგუნა ვერესუკან ეგრეთ წოდებული სამრეცხაოა იქ ჩაგვიყვანეს და ჯერ კაცი ვინც ატარებდა პატრულის აი საშინელი კაცი აი საშინელი პოლიცია ეხლა რომ პოლიციელებს ამბობენ აი ღმერთო აი როგორ მინდა როგორ თქვა გამოვალ რაღაცა იმის რომელ პოლიცია არც ერთი პატრულის თანამშრომელი იყო ყველა ჩვენთვის იყო საფრთხის წარმომადგენელი ისე გვექცეოდნენ და გადმოვყარეს და როცა ეს ბიჭი ცუდად არ იმეთქი ძირს დააწვინეს ეპილეფსიის შეტევა თუ აქო მაშინ ეხა აზე უნდა მოვიდეს აქო და მე ვთქვა დამახმარები იქვე დატოვეს მე წამიყვანეს იმაში რა ქვია სასამართლო მე მოვბრუნდნენ მიხვდე რომ სასამართლოში უნდა წაიყვანა და მე ბაჩოს გადაუარა უბრალოდ ამ ეპილეფსიის შეტევამ და უბრალოდ ვერ ხვდები აი რა უნდა ყოფილიყო არც ერთხელ ყოველთვის იყო ესეთი პირდაპირი ცემა პირდაპირ მეურებოდა და მარტყავდნენ იქ სადაც მათ არ მოწონდათ არ ვიცი მე და რაღაც ფრაზას მეუბნებოდნენ რა კიდე მიხვალ ხა კიდე შეხედავ არ ვიცი რატო გონათ ეს ის კი ბატონო აეროპორტის შენობა რა თემაა აეროპორტის პოლიციის შენობა აეროპორტის გზაზე პოლიციის შენობაში შევყავდით იქ მოდიოდა ხან გრიგალაშვილი ხან თვითონ ეს გეგეჭკორი მე მოდიოდი კიდე ერთი მოადგილე ყავდა სხვათა შორის იცით რაღაცა ურთიერთობები ყალიბდებოდა ამ ადამიანებთან მართლა ყალიბდებოდა რაღაც ურთიერთობები, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება რაღაცა თქვა ჩემმა დიდმა სამეგობრომ ან მაინც მათ კარგად იცოდნენ ყველა ვინ არის, ვინ როგორი ღირსეული კაცია. უბრალოდ იმას ვიღაცას ერთ ორს უნდოდა რომ ჩვენზე ღირსება შეელახა და მაგრამ პირადად ეხა ამ ურთიერთობებში უბრალოდ მე რაღაც ურთიერთობ იქ მიდიოდა საუბრები, კარგი რა მე რა გინატო ამ ოპოზიციას და რა დაანებე თავი რა ფულებს უზიდავ და ასე შემდეგ. სხვა შორის ევროკავშირის ევროპელების დამოკიდებულებაზე მინდა გითხრათ. ის პერიოდია როცა გაგანია რატომი გვაქვს ორგანიზაცია და ჩვენ გქონდა ოფიციალური მოწვევა ნორვეგიაში ტარდებოდა სამიტი ასეთი სადაც დემონსტრაციების და peaceful demonstration ან მოკლედ კონკრეტულად ეძღვნებოდა სამიტი აი ამ ახალგაზრდულ შეკრებებს და მანიფესტაციებს ნორვეგიაში როცა იყო შემდეგ უკვე როცა იყო ესტონეთში იქ მოვხვდი მაგრამ ვიზებზე შევედით მაშინ წარმოვადგენდი ბუნებრივია არასამთავრობო ორგანიზაციას რატომ ვიზებში ნორვეგიის ვიზას გასცემდა საფრანგეთის საელჩო მაშინ
არ ვიცი შეიძლება ეხაც გასცემს. ეს ბატონი ფურნიე, რომელიც ახსენეს ელჩია, შევედით 4 ადამიანი, უნდა გავიაროთ ვიზის ისა, ყველა საბუთი მივიტანე ყველაფერი. და გაფრენა, იცით ხო, ვიზის როგორია, ან აპლიკაცია შევსებულია, წინასწარ ბილეთი ნაყიდია და პასუხი წერია, რომ იქნება იმ დღეს, წინა დღეს, როცა მეორე დღეს დილით მივფრინავთ. პასპორტებზე მოდით, წაიღეთ პასპორტები. ანუ მანამდე ან გაფრთხილებაა რაღაცა ის. მივედი და 4-ივე გამოვიტანე ჩვენი პასპორტი და მე ვიზა არ მაქვს. მე კონკრეტულად ვიზა არ მაქვს. და მაშინ მახსოვს რომ მოვედი და დათოს ვთხოვე, ირაკლიც იყო ალასანიაც. და ვთხოვე რომ მეთქი მივდივართ, დაგეგმილია. თან როგორია? ბილეთი, ანუ დათო გამყრელიც ეს მაშინ მოვედით აი ალიანსი როცა იყო და ვთხოვე რომ მეთქი რაღაც აგვეხმარეთ მაინც ცოტა ისეთი თემაა რაღაც ეგრე მივწეროთ. კონკრეტულად მე არ ჩამეთქეს ვიზა. რო არ წავსულიყავი და არ მომეყოლა რაიმე. და ანუ ხო ხტებით ევროპელების ორმაგი სტანდარტი რა არის? და დღეს რასაც ჩვენ უყურებთ, რასაც მე ვხედავ, მე რა პროცესებსაც ვაკვირდები, ჩემი თავით შედარება მომაქვს მართლა. შეიძლება ვწდები, შეიძლება რაღაც დრო გავიდე, 32 წელს ვიყავი მაშინ. და შეიძლება რაღაცა მართლა ხო არ არის ესეთიო, კარგი რა მე რა შენი ემოციები რაღაცა ხო არ მეჩვენება. მაგრამ არა, იმიტომ რომ რო უყურებ დღეს რა ხდება და როგორი წარმოდგენები აქვს. ევროკავშირის როგორი წარმოდგენები, მე გერმანიაში ვარ ნახევრად. მე გერმანიის, მე სხვათა შორის სააკაშვილს ჩვენ უჩივლეთ ევრო სტრუქტურებში. მე არ წავსულა არც რუსეთში, არ წავსულა არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში. მე წავედი ჩვენ და უჩივლეთ ევრო სტრუქტურებში. რომელ სტრუქტურებმაც გამოიტანეს ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანეს. ბატონო სოზარ, იჩქარეთ ეს გოგა ხაინდრავას ასაცინირებენ, იმიტომ რომ პირდაპირ წერენ ევროპელები, რომ არ მოსდოთ მისი პოლიტიკისა, პოზიცია თურმე და სხვა არაფერი. იმას განმარტავ ერთ უბრალოდ იმდენჯერ თვით ორგანიზაცია რატომი ადამიანები ვისაც არ იცის და ვინც ეს პერიოდი არ გაუვლია, არ ვერ მიხვდებიან რაზე ლაპარაკია, გონებათ რომ რატომი ქვია და ორგანიზაციას ერქვა რატომ ერქვა ორგანიზაციას დიახ. ბოლო კითხვა და მე ერთს ვიტყვი კიდევ. კი ბატონო. რაცაც ვერ მივხვდი, გვიწევდა სტრასბურგის გადაწყვეტილებების ჭამა. ანუ როგორ იყო? როცა პატიმრები მაგალითად სხვა დანარჩენი რო იცოდნენ რომ სტრასბურგი ან მაგალითად სააპელაციო ზემდგომ ორგანოებში ხო იყო, ჩვენ ხო ხელს ვაწერდით სადაც საჩივარო. საჩივრების უკან გამოტანის თემა იყო. ამაზე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლები. საჩივრების ამას გარდა ჩვენ მე მახსოვს, სხვა შორის ერთი რამ მინდა გითხრათ რომ როდესაც ჩვენ იქ იმ ციხეში სადაც ჩვენ ვიყავით, ხდებოდა ხშირად გდანიდან წამოსული პატიმრები ან გდანში რომ მიდიოდნენ პატიმრები. მე გეტყვით, აი როგორ ფიქრობთ, ეხა აი ხო ბევრი რამ მოგისმენიათ და ხო გაგვიგია, ხო გვინახავს და ხო გვჯერა, ჩვენ ხო მაინც გვჯერა საზოგადოების იმ ნაწილს, რა ხდებოდა ამ ციხეებში და კონკრეტულად გდანის ციხეში. ჩემთან საკანში მოხდა პატიმარი, რომელიც სწორედ ესა შემოიყვანეს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკა, რომ მე ჩემთან მოახვედრეს, რომ აი რაღაცა თქვა დააშავა იქ, არ ვიცი, აი ნახავ შენახა როგორია ეკოპრ, სადაც არც წყალი წყდებოდა ხშირად, სადაც არც პასტა იყო, არც ფურცელი იყო, არაფერი არ იყო. შემოვიდა ერთ პატიმარი და რო შეხედა რა პირობებში ვიყავით, ესეთი რამე მითხრა. მე რა ამას ჯობიაო, გდანში ვიყოთ და კვირაში ერთხელ გვცემონო. აი ხო წარმოგიდგენიათ, უბრალოდ რომ დაფიქრდეთ. ხო წარმოგიდგენიათ რა პირობებში ვიყავი და ვიყავით ჩვენ დანარჩენები იქ. იმ კარცერის ტიპისა კაცმა ეს მითხრა, მართლა რომ ამას ჯობია წავიდეთო რა გეხოცები. ისეთ რაღაც მოხდესო რომ ამას მირჩევნია გდანში წავიდეო და კვირაში ერთხელ გვცემონ ისე როგორც ცემენ. გასაგებია, ბატონო სოზარ დავასრულე. ბოლოს უბრალოდ თქვენ თქვით რომ არ არის გამოძიებული 15 ივნისის აი დასრულება ეხლა გვცნეს სხვათა შორის ეხლა რამოდენიმე თვის უკან ვიყავი კიდე ერთხელ დაბარებული გერმანიაში გახდით და ჩამოვედი და როცა მქონდა კომუნიკაცია ჩვენს პროკურატურაში პროკურორებთან. აქვე მინდა დიდი მადლობა უთხრა იმ პროკურორებს, რომლებზეც ეხლაც რა ვიცი, ხან რა ზეწოლა და როგორ ეხა არც ერთი საჯარო უწყება, როგორ არ მოწევთ ამათ, მაგრამ მე კიდე ერთხელ გეუბნებით, მე იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გამოიძიებენ და ვიყავი სადაც წარმოგიდგენიათ, ხო 14 წელი გავიდა, მე 14 წელი ველოდები. და ის ახალგაზრდები ზოგიერთი რომ ეხა უყურებენ, რასაც უყურებენ და როგორც იქცევიან იქ, ხო? არ ვიცი, მე მგონია მაინც თუ სიმართლე დადასტურდა. მე 14 წელი ველოდები და ეხა მცნეს დაზარალებულად. და ეხლა მიდის კიდე ამოცნობის რამოდენიმე პროცესი. უბრალოდ ერთი ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა და ალბათ თქვენც რომ დაინტერესდებით ამას პროკურატურა გეტყვით, რატომაც გაიწელა ერთი პერიოდი. ერთ-ერთ ამოცნობაზე ცოტა მძიმე ფაქტი მოხდა და მე არ მინდა რომ
მე მაინც გეტყვით, შეიძლება არ მოვიქეცი ისე როგორც სამართალს და კანონს შეესაბამებოდა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ეს თემა ძალიან აქტიური იყო და ყველა ჩვენ ვიროდით და მით უმეტეს სტრასბურგის განცხადება როცა იყო ცნობილი, ერთ-ერთი დამბრბევებს შორის, რომელიც იყო ერთი კაცი, მის ოჯახში ტრაგედია მოხდა. და მოკლედ თვითკოლობია მოხდა, როგორც მე მითხრეს, როდესაც ნახას საკუთარი ოჯახის წევრი იქ იყო. არ ვიცი, როგორ დამთავრდა ეს ამბავი, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ ამოცნობას ამის გამო ჩაიშალა. და მე უბრალოდ ვერ მივცემდი ჩემ თავს უფლებას, რომ ამ ამბის მერე რაც მე გავიგე, შევსულიყავი და თქვა ამ კონკრეტულ ადამიანზე ხელი დამეტო და მეთქვა, რომ დიახ ეს იყო იქ. თუმცა მე როგორც ვიცი და არ მინდა რომ ხა კიდე უფრო მეტად რაღაცა ისე მოხდეს, მაგრამ სწორედ მისმა ოჯახის წევრმა ერთ-ერთმა შვილმა ეს განახორციელა, როგორც მე მითხრეს. და შესაბამისად რაღაც პროცესები გაიწელა, მაგრამ დღეს ეს პროცესი დაზარალებულად გწნეს და მე იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა და მთავარი დამნაშავე აქ მე მაინც გონია, რომ არის ერთი კაცი მისი პარტია. ეს არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ყველა დეტალი, ყველაფერი, ყველა ადამიანი, თუ კი მოხდება მათი გამოკითხვა, თუ კი მოხდება მათი ის, მიხდებიან, რომ არ ვიცი. არ ამგონია, რომ ჩაყვნენ ბოლომდე. კი ბატონო, მადლობა და ხო, ეხლა ეს ამძიმე ისტორია მოყევით კი ბოლოში კიდევ ერთი, მაგრამ მე იმედი მაქვს ამ შემთხვევაში, რომ მაინც დასრულდება გამოძიება და ამ შემთხვევაში შემსრულებლებსაც რა თქმა უნდა აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველას, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არის ადამიანი, რომელმაც შექმნა რეჟიმი, რომელშიც სხვანაირი ადამიანი ადგილს ვერ პოულობდა. რეჟიმი, რომელიც აგებული იყო ძალადობაზე და ადამიანის ღირსების შელახვაზე და განადგურებაზე. ადამიანის განადგურება იყო ამ რეჟიმის მთავარი ამოცანა. მადლობა, რომ ვერ შეასრულოთ თქვენს მაგალითს თუნდაც. ბატონო მერაბ, ძალიან დიდი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც თქვენი სიცოცხლის ჯანმრთელობის ხარჯზე გაწიეთ. ჩემთვის თუ ასე ვიტყვით, რომ ერთი რაღაც უნდა გამოვყო დღევანდელი მოსმენიდან, იმას გამოვყოფდი პირველ რიგში, რომ ამდენი წელი გავიდა 2009 წლიდან დღემდე და თქვენ როგორც იმ სრულიად მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორი დღესაც ზეპასუხისმგებლობით ხართ ახსილი ამ აქციის მიმართ, მისი მონაწილეების მიმართ და ეს იმის ფონზე, როდესაც დღევანდელი ქუჩაში ორგანიზატორები აქციის არიან აგრესიულები, შემოვარდნას ცდილობენ პარლამენტში, პოლიციელებს თვალებს თხრიან, აზიანებენ და ვინც ამას აკეთებს, მათ უკან მდგარი ორგანიზატორები გაიხედავ და გაქრებიან ხოლმე და არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ იმ აგრესიაზე. თქვენ კი მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორი დღესაც თავს იდანაშაულებთ იმაში, რომ სააკაშვილმა, პირველმა როგორც მას ეძახდნენ, რაც თქვენ თავს დაატრიალა, თქვენ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობთ, ვიდრე თვითონ სააკაშვილი. მადლობა ამ ბრძოლისთვის. რაც შეეხება გამოძიებას, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ გამოძიებასაც აქვს თავისი ლიმიტები. პროკურატურა ჯადოქარი არ არის, არც ერთ პროკურორს არ შეუძლია გააკეთო, ილუზიონისტი ვერ იქნება პროკურორი, პროკურორია. ამიტომ მე მესმის იმ მორალური ღირებულებების, რასაც თქვენ რის დემონსტრირებასაც აკეთებთ, მაგრამ თუ თქვენ ცნობთ ადამიანს და მას ხელს არ დაადებთ, პროკურორი მარტო ვერაფერს ვერ იზამს. ეს მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა თქვენ. დღევანდელ სხდომას დახურულად ვაცხადებ.